და მე ლეი დიახ, მომეცით ლეი. მაშინ სარაუნ მშვიდობისა ყველას და კлау მოგესალმებით პარაბელუმზე. წვედით ეს თქვენი ყავით თუ არა, მოკლედ. ეს არის კვიზი. რაზე ვსაუბრობთ ლაივში შესვლამდე? კვიზი. იმიტომ რომ თქვენ არასდროს დაგვესხმებით თავს. მცირე დახმარებას მივცემთ. კი, მოდი. Run room-ი. მოდი, არც ერთი სხვა. მოდი. მებრძოლის ჭრილი საკმაოდ ადვილია, ესე რომ კარგი, ნახოთ ბოლოს თუ ვინმე იქნება. რომ იაპონური კინოა თქვა. ზოგადად აი ეს. თუმცა მითითებებით, რომლებიც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა მოიყვანა. დიახ. ამაზე მარტივი რაღა უნდა იყოს, მოდი. ეს არ შეგეშალოს. ტელევოტინგი ახლა იწყება. ტელევოტინგი იწყება, დიახ. კარგი, აი ესე. აქ ვართ. მაშასე, პირველი თემა პარადზე. პარადი, სადაც მე რა თქმა უნდა სიამოვნებით ჩავამატე შეცდომები. ნახოთ ასევე. აი ესე. შეაგროვეთ ყველა შეცდომა და მითხარით, რომელი ოპერაციული სისტემებია. იმიტომ რომ ზოგი მარტივია, ზოგი კი ნაკლებად. მაგალითად ეს. გურუ მედიტაცია. მოდით ნახოთ, ვინ შეძლებს მის პოვნას. მაშასე, პაოლო, შენი აზრით, რატო გადაწყვიტეს ეს ამ პარადის ჩატარება ტექნიკის გარეშე, ვიდეოებით და ასე შემდეგ? იმიტომ რომ ეს შიდა კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდია, ხო ასეა, ხო, ვიდეოების არჩევა. გავიხსენოთ, რომ ეს არის პარადი, რომელიც ჩვეულებრივ ტარდება 45-ში ნაციფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად. ამიტომ ჩვეულებრივ აქცენტი კეთდებოდა T-34-ებზე ისტორიულ მანქანებზე, გესმის, ეს ხო ტრადიცია. სიმბოლურად შემოიტანეს დროშა, როგორც პარადის წამყვანი ამბობდა, ის ცნობილი დროშა, რომელიც 1945 წელს ბერლინში რაიხსტაგის ნანგრევებზე ფრიალებდა. დროშა, სიმართლე რო თქვა, როცა უყურებდი, ისეთი კარგად შენახული იყო, გაწკრიალებული, გარეცხილი, თითქოს ომი არ გაევლო და ასე შემდეგ. დაუშვათ ესეა. ყოველ შემთხვევაში წამყვანი ამბობდა, რომ ეს იყო საბჭოთა დროშა, რომელიც რაიხსტაგზე ფრიალებდა. დრამატულადაც ლამაზია და ლამაზია ამის წარმოდგენაც. სამხედრო კაცისთვის ყოველთვის შთამბეჭდავია რუსების მარში, რომელიც საოცარი წყობრობით, უნარით და იმ ყველაფრით გამოირჩევა, რაც ესეთი რაღაცების გასაკეთებლადაა საჭირო. ამისთვის საჭიროა დაუსრულებელი საათების ვარჯიში, სადაც ამოწმებ თითს ნაკერის გასწვრივ, ფეხს სწორად აწევ, ჯიბეს სწორხაზე აყენებ. წარმოდგენა არ გაქვთ, რას ნიშნავს ის, რასაც ჯარში სამწყობრო მომზადებას ეძახიან. ფორმალური ინსტრუქცია იყო ერთ-ერთი ყველაზე ზულებული რამ, ზულდა ყველას, ვინც უნდა ჩაეტარებინა და ზულდა ყველას, ვინც უნდა გაევლო. რადგან ეს გულისხმობდა ყურადღებას, დასვენებას, მარჯვენა-მარცხენა მარს, გესაუბრების სირბილზე, როგორც ბერსალიერები დარბიან. საერთოდ, ყველას თავისი ნაბიჯია, გასწორება, ამოწმებენ ძალიან ცვლილმან დეტალებს და იცოდეთ, რომ ისინი მიდიან გონი 18-ნი ერთ ხაზზე. 18 ეს ნიშნავს, რომ ხო, თითქოს სწორად დგანან, მაგრამ თითოეულს თავისი წარმოდგენა აქვს გვერდით დგომზე და 10 სანტიმეტრით ხაზიდან გასვლა 1 წამი. საერთოდ ტექნიკური თვალსაზრისით ეს გამორჩეული წარმოდგენაა, გამორჩეული ქორეოგრაფიით. რატო არ იყვნენ ტანკები, სარაკეტო დანადგარები, მძიმე артиლერია, ყველაფერი, რაზეც მათ ძალიან უყვართ. თეთრად შეღებილი ბორბლების გამოყვანა პარადზე, ამას ახსნა თავად პუტინმა მისცა. თავად პუტინი ამბობს, ნახეთ, ჩვენ არ ვატარებ პარადზე არავის, რადგან ყველაფერი რაც გვაქვს, ამ მომენტში საჭიროა უკრაინაში სპეციალური ოპერაციის საბოლოო შეტევისთვის. და ყოველ სიტყვაში მოკლედ ვისწავლეთ რუსებისგან, რომ ამერიკელებისგან განსხვავებით, ტრამპისგან განსხვავებით, როცა რაღაცას ამბობენ, ძალიან დაწონილია, როცა იმ ზედსართავს იყენებენ. ეს იმიტომ, რომ სწორედ ასე უნდა თქვან. ასე რომ ბიძგი ნიშნავს ბიძგს. მაგრამ რატო წელს? იმიტომ რომ შეიძლება წელს გზავნილი არის, არა წელს აქ გვინდა დავასრულოთ. ჩვენ გვინდა აქ დავასრულოთ ისე, რომ რაც რესურსით საჭიროა, რუსებს ისაუგთ. 4 ტანკი რო გაატარო, განსაკუთრებით კი ბალისტიკურ რაკეტებს არ იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ, რაც ყოველთვის ძალიან კარგი რამაა. რო გაატარო, მაგრამ
გზავნილი ისაა, რომ რაც მინიმუმ აუცილებელი არაა, ყველაფერი საბოლოო ბიძგისკენაა მიმართული, რომ დასრულდეს სპეციალური ოპერაცია. და ამას ამბობს პუტინი, სიტყვები პუტინისა, ხო? კიდევ ერთი ასპექტია. მე მოусმინე ღონისძიების ოფიციალური სპიკერის თარგმანს და ეს ძალიან დავამახსოვრდა, რომ ყველა დანაყოფისთვის, რომლებიც გადიოდნენ აკადემიების გარდა, სამხედრო სკოლების გარდა, მოსწავლე ბიჭების გარდა, საბრძოლო დანაყოფებისთვის იყო ციტატა. სახელი და ჯილდოთი. წოდება, გვარი, სახელი და ჯილდო სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს. მაგალითს მოვიყვან. 232 პოლკის დროშას ატარებს ვიცე-პოლკოვნიკი ივან გრაშიოვი, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის პარავას ორდენით არის დაჯილდოებული. მოხვებიან კაპრალი, სერჟანტი, მარშალი, რომლებიც ასევე ამა თუ იმ ჯილდოთი არიან დაჯილდოებული. ძირითადად ისინი აღლუმზე გადიოდნენ, ვინც ამჟამად უკრაინაში იბრძვის ან უკვე იბრძოლა. ვერ შევადარეთ წინა წელს, რადგან ოფიციალური წამყვანის კომენტარი არ მომისმენია. მაგრამ ეს ფაქტი ძალიან დამამახსოვრდა, რომ ყველა მითითება ეხებოდა იმას, რასაც რუსეთი დღეს აკეთებს. და აი შეხედეთ მათ, ხედავთ მედლებს, რაც აქვთ. სწორედ ამას აჩვენებდნენ. ეს ყველაფერი შთამბეჭდავია, მართლა გარწმუნებთ. სადაც შეადაროთ. თუ იპოვით YouTube-ზე ნახავთ ამერიკის არმიის აღლუმს ტრამპის ხელმძღვანელობით. და გავს სახლიდან გაქცეულების შეკრებას, მართლა. ნახეთ რა არის. დათვალეთ გონი 18 ან კიდე მეტი დგას წინ. ეს ზართული რამეა. აი ზუსტად იგივე რამემ გამაკვირვა ამ ომთან დაკავშირებული ვიდეოების ჩვენების არჩევანი. იცი ადრე აღნიშნავდნენ საბჭოთა რუსულს და ასე შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებით 45 წლის ომის ხსოვნას. ეხლა კი ყველაფერი ვიდეოებზე იყო კონცენტრირებული. ამ ომზე თითქოს ფარავდნენ იმას, რომ ეს იყო ხსოვნის აღლუმი და ეხლა ეს აღლუმი უკვე მიმდინარე ომის აღსანიშნავად დარდება. ასევე ყველა სხვადასხვა მებრძოლისა და სხვადასხვა დანაყოფის მოხსენიება ამ ომში. რაღაცაზე, რაც აშკარად მიმდინარეობს ამ ხრივ. მე არ მჯერა იმ ამბის, რომ ეს ტექნიკით არ ჩაგვიტარებია, იმიტომ რომ იქ უკრაინელები არიან, რადგან უკრაინელები იქ შაშანაც იყვნენ და წინა წელსაც. რა თქმა უნდა, უკრაინის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ გეშინია, რომ დრონით დაგარტყამენ, იქ ვერ გააგზავნი პუტინსთან მთელ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, ტანკსაც ვერ შეიღო. თუ ამის გეშინია, მიზანი არ არის ტანკის განადგურება, სანამ უყურებ, რადგან ასეთი შესაძლებლობა მაქვს პირდაპირ შენ დაგაზიანებ, ასე უფრო სწრაფია. ამიტომ ეს ნორმალურია, თუ ის იქ იქნება, ვფიქრობ, რომ არც კი ჩიტი გადაუფრენს იმ მოედანს. ნახეთ, მთრედებიც კი არ არიან. როცა რომში ვარ, იქ არც თოლიები არიან. არაფერი დაფრინავს. შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ბუზის, 2 კოღოს და 1 ცხილის ფრენა იყოს მირებული, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ჩამოაგდეს. იდეა ისაა, რომ აღლუმი არ გამართეს შიშის გამო, რომ შეიძლებოდა თავდასხმა მოხდარიყო, რომელიც რას გააკეთებდა, 2 ტანკს დააზიანებდა და 1 ქვემეხს გაანადგურებდა. რას გააკეთებდა? იქ ხო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო, როგორც მაღალი ღირებულების სამიზნე. ყოველ წელს არის შაშანაც იყო, ხო არა აი ასევე საჭიროა ხმამაღლა გაიმეორო ის, რასაც ფიქრობ. არა, მაგრამ მართალი ხარ, როცა ამბობ, რომ ესეთი შემთხვევები ნახეთ, ეხა სურათები გადის. ეს არის ოფიციალური პირი, რომელიც დგას ორდროშასთან ერთად. ხედავთ? არსებობს კავშირი იმაში, რაც იყო წითელი არმია და იმაში, რასაც ეხლა აკეთებს რუსული არმია. ეს არის გზავნილები და ეს ეხება ჩემს საუბარს. ეს არის გზავნილები, რომლებიც მაგალითად ჩინეთმა გააჟრერა გასულ წელს სრულიად სხვა დონის აღლუმით. იქ გზავნილი იყო ის, რომ დაგვენახა ტექნოლოგიების სხვაობა, რომელიც თქვენ გონიათ ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორის, სინამდვილეში ისეთი ღრმა არ არის, როგორც თქვენ ფიქრობთ. რადგან ეს არის ის, რასაც გაჩვენებთ და ეს უკვე გაგვირვეთ. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება იყოს ის, რასაც არ გაჩვენებთ.
და ეს იყო სულიად ნათელი. ჩინელებმა ასევე აჩვენეს, რომ ყველა სხვა წელთან შედარებით ყველაფერი მათ მიერ იყო წარმოებული, აღარ იყო საბჭოთა კავშირისგან მიღებული ელემენტები. ზუსტად. ნახე სი ძინპინი მაოს ეპოქის უნიფორმაში. გახსოვთ, ის არისო პიჯაქსა და ჰალსტუხში. აი სი ძინპინი ყოველთვის პიჯაქსა და ჰალსტუხშია. პიჟამაც კი პიჯაქსა და ჰალსტუხში აცვია. Cioè, comodissimo quando si dorme. ის ძალიან ლამაზად, იქ იყო ჩაცმული. Con la tenuta. რატო? იმიტომ რომ მაო რომში ეს არის ჩინეთის ცვლილების შესახებ. Xi Jinping ha fatto. შეიცვალა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუცია, რათა მოეხსნათ პრეზიდენტის 2 ვადის ლიმიტი. ამიტომ ის ცდილობს იყოს მაო 2.0 და იმისთვის რომ ხაზგასმით აჩვენოს დიდ მესაჯესთან უწყვეტობა, ის მეორე დიდი მესაჯე მის მსგავსად იცვამს. ეს რაღაცები, ეს გზავნილები, თუნდაც ირიბი, აღიქმება და იგრძნობა. იგივე ეხება მაისში წითელ მოედანზე გამართულ ღონისძიებასაც. ეს არის გზავნილი, რომლითაც რუსეთი ამბობს, ჩვენ გვინდა ეს ომი წელსვე დავასრულოთ. ჩვენ არასწორად თარგმნეთ ეს. ჩვენ თარგმნეთ ასე. გვინდა დავასრულოთ, ანუ ეხლა კომპრომისს ვეძებთ და ზავის მიღწევას ვცდილობთ. თუ პუტინის თელ სიტყვას მოусმენთ, მისი აზრია, რომ ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს. იმიტომ რომ წელს შეგვიძლია მოვიგოთ, ეს პუტინის აზრია, მაგრამ არ ნიშნავს რომ ასეა. თუმცა ის დარწმუნებულია რომ ასეა. ის დარწმუნებულია რომ ასეა. ეს დიდი გახსნა ღმერთო, მათ არ აქვს ტანკები და ითხოვენ მშვიდობას, ეს იმ გზავნილის ცოტა დამახინჯებული ინტერპრეტაცია, რომის გაგზავნაც უნდოდათ. ჩემი აზრით, ამას ადასტურებს პუტინის ნათქვამიც, საქმე იმაშია, რომ რესურსები აღარ აქვთ, რადგან ყველაფერი საბოლოო ძალისხმევისთვისაა მიმართული. საბოლოო ძალისხმევა მიმართულია იმ გამარჯვებისკენ, რომელსაც ისინი საკუთარ პირობებზე წარმოიდგენენ, არა ჩვენსაზე. მაგრამ ეს იყო გასულ წელს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ისინი უდავოდ უფრო მეტ რესურსს ხარჯავდნენ ვიდრე ეხლა, ანუ შეტევითი თვალსაზრისით 2020-2025 წლებში მათ მაინც დიდი სტილით გამართეს აღლუმი, ეს იყო ძალის დემონსტრირება. ეხლა კი ეს უფრო თავშეკავების დემონსტრირებაა. ეს არჩევანია თუ ობიექტური სირთულე, თუ ორივეს ნაზავია. მოусმინე, რამდენადაც რთულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, 40 ტანკი და 10 ქვემეხი რუსეთში მაინც იპოვება. ისინიც ისტორიულები არიან, არა? იდეა ესეთია, კარგად გაწმენდა, კარგად გადაღებვა და შეგიძლია მშვიდად იყო. არა, ანუ იმიტომ არაა, რომ მათ 40-ის სათვირთო არ ხავთ, ეგ არა, ეგ უბრალოდ ხედვა. ასე ვამბობ, იმიტომ რომ რეზერვში დაახლოებით აღყავთ, რომელიც ფრონტზე არასდროს გამოუყენებიათ. მაგრამ ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკია. ის ზონა ფაქტობრივად, ბუფერული ზონა, უნებლიეთ, უნებაყოფლობი, რომელიც წლების განმავლობაში შეიქმნა 40-50 კილომეტრის სიგრძეზე, სადაც თუ სულ ცოტასაც კი გაბედავდა ველოსიპედით გაივლი, დრონი მოვა და გაგანადგურებს. და მთლიანად შეჩერდა ორივე მხრიდან ჯავშან ტექნიკის მთელი მოქმედება შეჩერდა. შეამჩნიეთ, რომ უკრაინელებიც კი აღარ ითხოვენ მილიარდობით ტანკს. მილიარდობით ტანკი როს დაგჭირდეს. თუ მისცემ არ არის რომ უარს იტყვიან, მაგრამ აღარ არის სუხილი, რომ გჭირდება ლეოპარდები, გჭირდება აბრამსები, გჭირდება ესა და ის, რაც 2-3 წლის წინ იყო. უბრალოდ იმიტომ, რომ ომი მთელ ფრონტზე შეიცვალა ტერიტორიაზე, რომელიც არავის ეკუთვნის, სადაც ფეხით შესვლა სასიკვდილოა. მით უმეტეს ტანკით. მადლობა. და ფაქტია, რომ ეს არის ერთადერთი 9 მაისის რუსული აღლუმი ისტორიაში, სადაც ტექნიკა არ იყო წარმოდგენილი და ჩემი აზრით რუსებს ეს ძალიან არ მოეწონათ. დიახ, დიახ. რუსები. ან სადღაც ეს ჩამიდო. ვითხოვდი, რომ პუტინმა აუხსნა ეს, მაგრამ რატო? ეს მისთვის შიდა დამცირებაა, რომ ჩაატაროს აღლუმი დიდი აღლუმების სტილში. მაგრამ ეს მიანიშნებს, რომ რაღაც ახალი იცვლება. თუ ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ ჯერ არაფერი შეცვლილა გასულ წელთან შედარებით. ასევე უნდა ითქვას, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ამ ომით უკვე ნერვები ეშლებათ.
რადგან მოკლედ ოჯახებში დაღუპულები, გაჭირვება, ეს ყველაფერი უკვე იგრძნობა მათთვის. სიგნალის მიცემა ცვლილებაზე რო თქვათ, ნახეთ, ბოლო ძალისხმევის ეტაპზე ვართ, ამიტომ არაფერი გვაქვს, მათ ეუბნები, კარგი, თუ დასასრულთან ახლოს ვართ, ესე იყოს. თუ იგივე გააკეთე შარშან, მაშინ არაფერი შეცვლილა. სამაგეროდ სიმბოლოებსაც აქვს თავისი მნიშვნელობა. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ყველამ ცოტა კამრები შემოიჭიროთ. კამრებს შემოვიჭეთ, ბოლო მეტრი დარჩა. ესე ვთქვათ, კბილებით მივახციეთ თითქმის მიზანს, ამას ვაცნობიერებთ და გვინდა რომ სხვებსაც ვაჩვენოთ. გაგაცნოთ გმირებს, რომლებმაც ამის მიღწევა შესაძლებელი გახადეს. სპეციალური ოპერაციის ვეტერანებს ვაჩვენებთ მათი ჯილდოებით და მათ ვახსენებთ. იქ გადის ღმერთის ქრისტიანების რისხვა. ამიტომ იმ ხალხის სახელების დასახელება, რომლებიც იქ შეკრებილ ბატალიონებში არიან, არც ისე ადვილია. ეს არჩევანია, რომ შარშან გაეკეთებინათ, როცა ეხლა მყოფ ადამიანებზე 4-ჯერ მეტი გადიოდა, აღარასდროს მორჩებოდნენ სახელებისა და გვარების ჩამოთვლას. ამჯერად კი გადაწყვიტეს ესე თქვათ, გაჩვენებთ ვინ იბრძოდა და ვინ იბრძვის სპეციალურ ოპერაციაში. ისინი ვინც აქ არ არიან, იმიტომ არ არიან, რომ დაკავებულები არიან, ან ჯერ კიდევ იქ არიან დაკავებულები. ეს არის გზავნილი. ბოლო ბიძგისთვის მართალია ეს თუ არა, ეს უკვე სხვა საკითხია. საკითხული ამ ფორმით. აღარ შეუძლიათ. 4 ტანკი ატლია. საბრძოლო ტანკები. რატო მაინც და მაინც არჩევანის გაკეთება საინტერესოა, რადგან ეს არჩევანი მაინც ზიანს აპენებს. ანუ გარედან დასცინეს, რა თქმა უნდა, უამრავი მიმი გამოვიდა, გამოქვეყნდა და ასე შემდეგ. პუტინი აცხადებს, რომ მიაჩნია რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, თავისი სტილით, ანუ ყოველთვის უნდა გაშიფრო, რას გულისხმობს დასრულებაში, მეორე დრესაც გაიმეორა, ხედავთ, ესაა გაზეთების პრობლემა. მაგრამ დიდ სათაურში 48 საათს არ ელოდებიან, რომ ნახონ გამოვა თუ არა რამე რაც ნათქვამში ავსებს. რადგან ასე აღებული ჩანს, თითქოს პუტინს უნდა მოვიდეს, ილაპარაკოს და ეს ომი დაასრულოს. სინამდვილეში შემდეგ პუტინის კიდე ერთი განცხადება გამოვიდა, სადაც ამბობს, რომ დონბასის აღება სურთ. ანუ ისინი გულისხმობენ, რომ ომი მაშინ დასრულდება, როცა მინიმალურ მიზანს მიაღწევენ, რაც ახლა დონბასის აღებაა. ეს საკმაოდ დიდი განსხვავებაა იმასთან შედარებით, რომ ომი მთავრდება. იმას შორის, რომ მათ სამხედრო გზით მიაღწიონ მიზანს, არ ვიცი. აი რომ სამხედრო გზით მიაღწიონ. კი, გარკვეული ეჭვი მაქვს უпростоრად. ეჭვი ცოტა მეტია. მაგრამ ომების დასასრულებლად მხოლოდ სამხედრო გზებია. და ეს შეიძლება იყოს სწორი დრო შეთანხმებისთვის, აი ესე ვთქვათ. მე გაძლევ რაღაცას ჩემგან, შენ მაძლევ რაღაცას შენგან, ესეთი რაღაცები აქვს. ამ საათებში შეერთებული შტატების პრეზიდენტი პეკინში იმყოფება. მან ყველაფერი თან წაიყვანა. უოლ-სტრიტის ნახევარი ბიზნესის გასაკეთებლად, მაგრამ ეს სათადარიგო ბორბალია. დარწმუნებულები ვართ, რომ აქ 1214 მაგნატი, რომლებიც თან წაიყვანა, რაღაცა ბიზნეს გააკეთებენ. და თუ პოლიტიკურად საქმეები ცუდად წავა, ყოველთვის შეიძლება თქვას, კი კარგი ბიჭებო, არაფერი დაგვიმთავრებია, მაგრამ კონტრაქტები წამოვიღეთ მილიარდობით დოლარისთვის, ესე რომ ეს მოგზაურობა უსარგებლოდ ნამდვილად არ ჩაითვლა. მაგრამ თუ ესეთი დონის 14 დელეგატი მიყავს, ეს ნიშნავს, რომ საშინლად გეშინი. რომ ერთადერთი რამ, რასაც სახში წაივებ, იქნება რამდენიმე თვითფრინავის გაყიდვა ან რაიმე გარიგება. პრობლემა პოლიტიკურია, რასმიიდან, რადგან გონია, რომ ტრამპი იმ განცხადებების მიუხედავად, რაც დღეს ტელევიზორში წავიკითხე, ჯერ არ შეგვიფასებია. არაფრის საჭიროება არ გვაქვს. ირანი უკვე გავასწორეთ პუპასთვის. მიკროგატო მე დამიდასტურებს არა. Non è qui, però რომ საწოლზე გაზომილია. პოლიტიკოსი პორტი, გონი ტრამპი ზე non so come. იმ განცხადებებს თუ გვერდზე გადავდეთ, რომლებიც წავიკითხე ტელეჟურნალში, მე ოდნავ ხუჭავ თვალებს უკრაინას. უკვე ცოტა სვაძლევ, კიდევ უფრო ნაკლებს სვაძლევ მხარდაჭერას. მხოლოდ ევროპელები არიან და ამიტომ პუტინს შეუძლია იფიქროს, რომ ეს არის დასასრულის გზა. და რატო? თუ ფიქრობს, რომ მოიპოვებს ბრძოლის ველზე იმას, რაც ჯერ არ მოუპოვებია, ხო? ამის უნარი უკვე იკლებს. იმიტომ რომ ფიქრობ, Andare di forza dove non è arrivato oggi, credo che იქით ტელეჟურნალის განცხადებები არაზომიერი.
პრობლემა პოლიტიკურია მგონია, რომ ცოტა გამოგვეპარა პუტინის შუაში, რასაც მარკო ბარონჩინი სთხოვს. უფრო კარგად აგიხსნით, რადგან გვეკითხება, ვისაუბრეთ თუ არა დაფარულ მუქარაზე. რას გულისხმობს ეს? იგულისხმება, რომ პუტინის სიტყვაში ერთ მომენტში იყო გაფრთხილება სომხეთისთვის, რომელიც ესე ვთქვათ, ცდილობს ევროპასთან დაახლოებას. და ეს ძალიან ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოების თეორიას, როგორც გამომწვევ მიზეზს. და ძალიან ეწინააღმდეგება. პირიქით, ჩვენ ამ არხზე უკვე დიდი ხანია, ესე ვთქვათ, უჭერთ მხარს ამ აზრს, ანუ ეს არ არის უბრალოდ სიახლოვის საკითხი, უკრაინაში განთავსებული რაკეტების ამბავი. თითქოს ბიუთულომში გერმანიიდან ან უკრაინიდან გაშვებული რაკეტა რამეს ცulis. შენ ისვრი, ისინი ისვრიან, არაფერი იცვლება. ინდათ პარალელი გავავლო. რუსებს კალინინგრადში ყოველთვის ჰქონდათ ბირთვული იარაღი, მაგრამ მე არ მგონია, რომ ჩვენ თმას ვიგლეჯდეთ ამის გამო. თუმცა ტექნიკურად მათ შეუძლიათ ბერლინის დაბომბვა რამდენიმე წუთში. ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ამერიკელებს გერმანიიდან შეუძლიათ მოსკოვის დაბომბვა, რო წარმოდგენა შევიქმნათ. ასე რომ ეს არ არის. Di dove sono i missili? ჩემი აზრით ეს ყოველთვის პორტების კულტურის საკითხი არ ყოფილა, რადგან ვფიქრობ, რომ განცხადებებს მიღმა ყველაფერი უფრო ზომიერია. ეს პოლიტიკური საკითხია, ვფიქრობ, რომ დღევანდელ ტელეჟურნალში წაკითხული განცხადებების მიღმა არ არის ზომიერი. პრობლემა განცხადებებშია, რომლებიც ტელეჟურნალში მოვისმინე. მგონი პრობლემები გაქვს. Problemi con ცოტა გიჭირს, ცოტათი გიჭირს. ეხლა გისმენ, მაგრამ არ ვიცი, სხვები თუ დაინახავთ. კარგი. კარგი, საუბარი ესეთია. უკრაინა, რომელიც ძალიან უახლოვდება დასავლეთს, ხდება ერთგვარი ლაბორატორია, რომელიც გარდაულად დაიწყებს რუსეთის შიგნითაც შეღწევას სიახლოვის გამო. და ეს მოდელი ნამდვილად არ მოსწონს პუტინს და მის ოლიგარქიას. ამიტომ ეს ძალიან შეესაბამება იმას, რაც მან სომხეთს უთხრა. როგორც ვთქვა, ფრთხილად იყავი დასავლეთთან დაახლოებაზე, მე მაშინვე გაფრთხილებ, ნახე როგორ განვითარდა ისტორია უკრაინაში. მან მოიყვანა მაგალითები ევრომაიდანიდან. არ ყოფილა საუბარი ნატოზე ან სამხედრო საფრთხეზე, არამედ სწორედ იმაზე, რომ ფრთხილად იყავი ვის ირჩევ. რომელ მხარეს მიდიხარ? მით უმეტეს თუ უკრაინას ასე ადვილად გაუვა, ეს ნიშნავს, რომ სხვებსაც ეუბნება, თუ გიდათ, შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ. მაშინ ეს შეიძლება გაკეთდეს. და ეს სასიკვდილოა რუსეთის ფედერაციისთვის. ეს მას არ შეუძლია. მე არ ვამბობ, სწორია თუ არა სწორია ეს. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ამ თვალსაზრისით, მაგრამ არა რუსეთის მრავალწლიანით, არამედ რუსეთის საბჭოთა კავშირის შემდეგი დროიდან და ახლა არის შიდა ტერიტორიის ზონა, სადაც შენ არ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი რაც გინდა. და გადაწყვეტილება, რომ პირდაპირ მტრის ბანაკში, რაც შემდეგ უკვე იდეოლოგიური საკითხი არ არის, ეს სწორედ არაპირდაპირი შეტევის საკითხი. მილკო კარგად თქვა, ეს დასავლეთ ბერლინს გავს. ბერლინის დასავლეთი ნაწილი ბევრად უფრო კაშკაშა იყო, ბევრად უფრო სავსე ყველაფერი. მესმოდა ხალხზე, ვინც გადადიოდა ბერლინის დასავლეთში. არა, მაგრამ გერმანიაში ბერლინის დასავლეთი იყო იორკი. მაგრამ რატო? იმიტომ რომ ნებისმიერ გერმანელს, რომელსაც პანჯარაში გაეხედა, შეეძლო დაენახა როგორი იყო დასავლური სამყარო. ეს იყო ცოცხალი სარეკლამო პლაკატი 10 წლების განმავლობაში. ეს იყო ფსიქოლოგიური ომის სამგანზომილებიანი მოდელი. საქონელი. არც პროპაგანდა მუშაობდა, რადგან როცა ვინმე ხსნიდა, იქიდან უყურებდა და უყურებდა, მანქანებს, რომლებიც გადიოდნენ. მანქანები ტრიალებდნენ, ფანჯრიდან უყურებდნენ სახლს ქვემოთ. ის ხედავდა ტრაბანტს, რომელიც განვადებით იყო ნაყიდი რიგში დგომის შემდეგ და მეორე მხარეს ხედავდა BMW-ებს, Mercedes-ებს, ხედავდა ისეთ რაღაცებს, რომ ამბობდა ეს რაღაცები მე როდისმე თუ ნახავ. სხვა მასშტაბით უკრაინაც იგივე საქმეს გააკეთებდა და ჩვენ ვიქნებოდით პირველები, ვინც იქ ცათამჯენებს ყველაფერს და კიდე მეცაც შახრიდა.
გაიგე? ეს ხდება რბილი ჯალის ფორმატ, რადგან ეს პირდაპირ მეზობლის ბალახი უფრო მწვანეა, ანუ რუსი რომელიც გადმოივლიდა რომ ომი არ ყოფილიყო. ვთქვათ რომ ეს არ მომხდარა და უკრაინა სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა ესე რომ იყო ინვესტიციები და ასე შემდეგ. რუსი რომელიც გადმოივლიდა და უკრაინაში შევიდოდა 20 წელიწადში ბევრად უკეთეს ქვეყანას ნახავდა კეთილდღეობისა და სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით ვიდრე რუსეთში. იქ დაიწყებდა გაბრაზებას. და არის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანქტ-პეტერბურგის, მოსკოვისა და კიდევ რამდენიმე დიდი ქალაქის გარდა, რომლებიც ასე თუ ისე შეძლებდნენ შედარებას დასავლეთის დედაქალაქთან ან დასავლურ ქალაქთან, თუნდაც დაბალ დონეზე დანარჩენი, მე ვცხოვრობ ნეპიში, ვიტერბოს პროვინციაში, ნეპის სელები, რუსული ნეპი. არ ვიცი, მგონია რომ ეს ხუმრობაა. უბრალოდ სუდად კი არა, ძალიან სუდადაა საქმე. თუ ეხლა თუ სოფლის მეურნეობის ნაწილი, თუ პატარა ქალაქების ნაწილი, თუ უკრაინის სოფლის ნაწილი, ოდესმე წარმოადგენდა სოფელში ცხოვრების მოდელს, მაგრამ კარგად ვარ, სატელიტურიც მაქვს, შეხედე მანქანას, ანუ როცა არ ვიცი რა გავაკეთო, ზაფხულში შავ ზღვაზე დასასვენებლად მივდივარ. და შენ ტუალეტი გარეთ გაქვს, თუ გაგიმართლა, დასვენას გამოიტან და უხურებ იმას, ვინც ყველაფერს მართავს. ამბობ ნეტა რატო? მე ჯერ კიდევ ესეთი ტუალეტი მაქვს და ის იქ არის და ყოველთვის შენ მართავ ყველაფერს. ეს რაღაცები ბოლოს მაინც გამომჟღავნდება. არის ნაწილი. რუსეთი ბიანკა, მე არ ლაპარაკობ რუსეთზე, ჩაძირულზე, სიბირიზე, სხვა სამყაროზე. მაგრამ არის რუსეთის ერთი ნაწილი, სოფლის, თითქმის, დავარქოთ ევროპული ზომის, რომელიც ამას გააკეთებდა. და სად ეს კიდეც ხო ასეა. მაიდანის საკითხი სწორედ აქედან წამოვიდა. ვიღებთ რუსულ კომერციულ წინადადებას, რომ მათთან დაგვაკავშირონ. მაგრამ იქ იყო მახე, რადგან რუსეთმა ძალიან კარგად იცოდა, რომ უკრაინა ვერ გადაიხდიდა იმ გაზს და შესაბამისად გარდაულად დავალიანდებოდა. და ვალების დაგროვებასთან ერთად რუსეთი უფრო მეტ პოლიტიკურ გავლენას იღებდა. ზუსტად ისე, როგორც ახლახანს მოლდოვაში გააკეთა. ეს იყო იძულების ტექნიკა, მაგრამ ხალხმა აიუსჩია დასავლეთისკენ წასვლა. ნამდვილად ისეთი მოდელი, როგორიც დასავლეთშია, რომლის მოტანასაც უკრაინაში ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა და ახლობით 20-დან 30 წელს არ ბონია, რომ პუტინი ამას ოდესმე თავის სიცოცხლეში იხილავდა. თუბულწრფელი იქნება. ვაღიარებ, რომ ჩვენი დასავლური მოდელი, მიუხედავად იმისა, რომ სილამაზესა და ბრწყინვალეს სიმდიდრეს აჩვენებს, გარკვეული პრობლემები მაინც აქვს. ამ პრობლემებზე თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუბრობს, ამას მე არ ვამბობ. როცა უწონებს ამბობს, ბიჭებო, აქ არც ერთი ქარხანა არ გვაქვს, არაფერი გვაქვს, უშევრები ვართ. უნდა აღვადგინოთ სამუშაო ადგილები. მართალია გვაქვს ხელოვნური ინტელექტი, მართალია გვაქვს IT-ი, მართალია გვაქვს არმია. სოფლიოში უძლიერესი არმია ყავს, მაგრამ გვაკლია ის ხალხი, ვინც დილით ჩვეულებრივად მიდის სამუშაოზე და ცხოვრობს ჩვეულებრივ ცხოვრებას. და ეს არის პრეზიდენტი სოფლიოს ყველაზე კაპიტალისტური, ნაპიტალისტური ნაწილის ხელმძღვანელი. ამიტომ ჩვენი მოდელი არ არის ის. მაგრამ ეს იყო შეგნებული არჩევანი, არა იმიტომ, რომ ეკონომიკური დაკნინების გამო იქ მოხდი, არამედ იმიტომ, რომ აირჩიე. აი ესე. არც ისაა, რომ კაპიტალისტური განვითარების მოდელს თავაზობ, არც კომუნისტი ვარ, არც წევრი. ან მსგავსი რა. ჩვენი მოდელი წესების გარეშე, როგორც ვიღაცა ამბობს, კონკურენტის შიშსაც მოგლებული. არსებობენ ავტორები, რომლებსაც ამ დროს და წამლების ფონზე ვერ ვიხსენებ, მაგრამ არიან ავტორები, რომლებიც ამბობენ, რომ საბჭოთა არ არის იმდენად. Virtuali პრობლემა დაკარგულია და un paragone კაპიტალისტური, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ შეეძლო მიეცა სოციალური გარანტიები, რასაც აძლევდა საბჭოთა კავშირი, მიუხედავად განსხვავებული ეკონომიკური გარემოსა, უნდა ყოფილიყო უფრო კეთილი კაპიტალისტი. ამიტომ იყო სახალხო საცხოვრებლები, უფასო განათლება. ამ თვალსაზრისით ეს უკიდურესად საინტერესოა, პაულო, რადგან იგივე პრობლემა, რაც რუსებს ჰქონდათ შიგნით, მაგრამ როგორც კი საბჭოთა კავშირი გაქრა, ამბობს, აღარ მჭირდება დავამტკიცო, რომ კარგი და თანაგრძნობიანი ვარ, ხდები კაპიტალისტი, რომელსაც სისხლიანი კბილები აქვს. ასე რომ თქვენთვის ჩვენ გვაქვს კაპიტალიზმის იდეა კონკურენტის შიშის გარეშე, ესე ვთქვათ. პირიქით, რომ შევხედოთ, შეიძლება კაპიტალისტური მოდელი ბრწყინვალედაც კი ჩანდეს, განსაკუთრებით უკრაინაში. ზოგჯერ კი მართლაც ბრწყინვალედ.
თუ 20, 30, 40 წლის განმავლობაში საკუთარ თავზე გამოცდი, ბევრს იმედგაცრუება შეხვდება საწყისი მოლოდინების მიმართ. მაგრამ ეს საწყისი წერტილი უკიდურესად არამოქმედი საფუძველია. პუტინი არც კი უნდა გარისკოს და თქვას, კარგი ნახეთ, იქნებ ჩვენშიც იყო რაღაც კარგი. არა, მას არ უნდა რისკის გაწევა და მის პოზიციასაც ვიგებ. არა, თუ კონკურენტი არ ყავს, არავინ გიბიძგებს წინსვლისკენ. ეს სამიზეზი, რატომაც მოდელი ყოველთვის მარცხდებოდა. გიბიძგებენ, მაგრამ ეს არც ის შიშია, რომ შეიცვა. შიგნიდან არ იყო ბიძგი, რო გეთქვა. მე მინდა უკეთესად გავაკეთო და ასე შემდეგ. არა, რადგან ანაზვაურება ყოველთვის ერთნაირი იყო. ნახე? ნახეთ, ჩვენ ვიყავით პირველი ხაზი ცივ ომში ვარშავის პაქტის წინააღმდეგ, რომელიც მეორე მხარეს იდგა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ევროპული კაპიტალიზმი სულ მოუთმელად ელოდა, რომ ჩვენთვის იმავე სოციალური სახელმწიფოს მიგვეცა, როგორიც ევროპულ ქვეყნებს ჰქონდათ. პენსიები, სამკურნალო კურორტები, საჯარო ჯანდაცვა, საჯარო სკოლები, სწორედ იმგვარად. ეს იყო გზავნილი. ნახეთ, შესაძლებელია კაპიტალისტურ, ლიბერალურ, ეკონომიკურ სამყაროში ცხოვრება და ღირსეული ცხოვრების ქონა. არ არის საჭირო კომუნისტი იყო, რომ უფასოდ ექიმთან მიხვიდე. არ არის საჭირო კომუნისტი იყო, რომ უნივერსიტეტში ისწავლო. შეგიძლია იყო კაპიტალისტი და კონდეს უნივერსიტეტი ხელმისაწვდომ ფასად. ესე რომ შენ ხარ წარუმატებელი მოდელი. დამთავრდა იტალიაში კი ფელი სოციალური უზრუნველყოფის ტვირთი ამბობს, კარგი, აღარ არის საჭირო მისი შენარჩუნება, რადგან აღარავინ დარჩა, აღარავის აღარაფერი უნდა დაუმტკიცოთ. და ეს არის ამ ისტორიის სევდიანი ნაწილი. ანუ აღარ არსებობს ის პოლიტიკებიც, რომლებიც ხალხის მოსაზიდად იყო საჭირო, რათა ეჩვენებინათ, რომ ეს უკეთესი მოდელი იყო. აი ამას ამბობს, ნახე სტეფანო პიცინი. ამას ამბობს, სტეფანო პიცინი ამბობს, რომ დასავლეთში სოციალ-დემოკრატიები იყვნენ. აი, სოციალ-დემოკრატიები არის კაპიტალისტური და ჰუმანისტური პასუხი სუფთა სოციალისტურ მოდელზე, სადაც ყველა თანასწორია. სახელმწიფოს მიერ მართული ეკონომიკა, სადაც ერთი შენიშვნა, რომელსაც აქ დაგიდოვებთ, მივდივართ იმ თემისკენ. კარგად წაიგითხეთ, რასაც ამბობს ილონ მასკი, რასაც ამბობს პიტერ ტილი, რასაც ეს ხალხი ამბობს. და მე მითხარით თუ დიდ განსხვავებას ხედავთ ზემოდან მართულ ეკონომიკასა და იმ ხუთწლიან გეგმებს შორის, რასაც საბჭოთა კავშირი ან ჩინეთი აცხადებდნენ. ყველაფერს აირჩევს ადამიანთა ელიტა, რომლებიც ყველას ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს და გეტყვიან რა არის გასაკეთებელი. ბიჭებო, გასაკეთებელი საქმეები აი ეს არის მოდელი ეკონომიკო. კომუნისტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ლიდერების გავლით მოვიდა. საინტერესოა რა ეს პერიოდი ან ეს არის. მოვიდა პარტნიორი ტურბოკაპიტალიზმი, ანუ ყველაფერი, ოღონდ მოგება მივიღო, თუნდაც ქარხნები სოფლიოს მეორე მხარეს გადავიტანო. და ჩვენ ეს ვნახეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქარხნების სისტემატური გადატანა და დაშლა მხოლოდ მოგების მისაღებად. აი ეს მოდელი ასევე იყო წახალისებული საპირისპირო მოდელით, რადგან უნდა ეჩვენებინა, რომ ის უკეთესი იყო. რომ გააღე გალიები, fare solo სუფთა კაპიტალიზმი, ანუ სადაც თითოეული აკეთებს ანალიზს თავისთვის, ბაზარზე და ფიქრობს მხოლოდ მოგებაზე. არა, არ მინახავს პარსოლის ანალიზი რენატო, მაგრამ ვნახე, რომ დღეს მივიღე მისი წიგნი იმპერიების წინააღმდეგ, მეორეჯერ კიდევ არ წამიკითხავს, რადგან მას ჩვენს არხზე მივიღებთ, წიგნი დღეს მომივიდა, ასე რომ არაჯერ არ მინახავს და ჯერ კიდევ უნდა წავიკითხო. მაგრამ გვძნობ რომ ვეთანხმები იმას, რასაც კაპიტანი ამბობს. სხვა საკითხი, რომელიც შეიძლება ძალიან არ გამოჩნდა, მაგრამ ამჯერად პირველად არის, პუტინი გარდა იმისა, რომ ამბობს თითქოს ზელენსკისთან საუბარი უნდა და ეს სიმართლე არ არის, არ უნდა და ზელენსკისთან საუბარი, როცა გუშინდლამდე ამბობდა. ეს სიახლე, ეს ნამდვილად სიახლეა. რომ არ იყო ლეგიტიმური. ასე რომ, კარგი, ბერლუსკონის სტილში საკუთარ თავს დაემიჯნა. მაგრამ დავანებოთ თავი პოლიტიკაში ხო რაც გინდა იმას აკეთებ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემი აზრით არის ის, რომ პირველად უნდა ესაუბროს ევროპელებს. დიახ, ეს ძალიან მოგწონდა. თუ იქ ვიყავით და ყველანი ვიძინებდით, ამბობს მინდა მასთან საუბარი, რადგან დარეკა. ამბობს ვინ უპასუხებს ტელეფონს, მე მივა. მიდი ჩაიცვი შარვალი, გაიკეთე ხალსტუხი. როგორ არის? რის გამო მოხდა ის ცვლილება, რომ მოულოდნელად ის თანამოსაუბრე, ვისთანაც პუტინი ძალიან მორიდებით ცდილობს რაღაცის გახსნას, აღარ არის ამერიკა, არამედ ევროპა.
მე ვფიქრობ, რომ ეს ისევ რუსულად, მაგრამ ეს არის ბალანსის აღიარება. აბოს კარგი, რადგან ამერიკელებმა ხელი აგიღეს, ამერიკელებმა შეამცირეს საუბარი, ძალიან შეამცირეს დახმარება და მხარდაჭერა უკრაინისთვის. ძირითადად მატერიალური ნაწილი, იარაღი და ასე შემდეგ, ხდება ერთგვარი ბრუნვით. ჩვენ ვყიდულობთ ამერიკელების იარაღს და შემდეგ ვაძლევთ უკრაინას, ეგ ვაძლევთ უკრაინელებს. რჩება ის, რომ შეერთებული შტატები კვლავაც უზრუნველყოფს დიდ სადაზვერვო მხარდაჭერას, უზრუნველყოფს სატელიტური კომუნიკაციის მხარდაჭერას. არ არის ისე, რომ არაფერს აკეთებენ, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, ანუ ფულის მხრივ, ფულს ჩვენ ევროპელები ვდებთ. იარაღს ჩვენ ევროპელები ვყიდულობთ ამერიკელებისგან და ვაძლევთ უკრაინელებს. რის გამოც ხვდებით ომის მონაწილე მხარე. რადგან ეს არის ის, რაც ყოველდღიურ პრაქტიკაში ამოძრავებს ყველაფერს. რადგან ამერიკელები აღარ არიან მთავარი სპონსორები, ამერიკელების თანხმობით, ფიქრობ, პუტინი ჩვენ ევროპელებს გვეუბნება, თუ თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ამ კონფლიქტს აცოცხლებს, მოდით თქვენთან ვილაპარაკოთ. არის სწორი კითხვა. ცნობილი 90 მილიარდი ორბანის და ფიცოს გაუჩინარება, რომელიც რადამთხევა რუსეთში წავიდა, პარადში, თუ არ ვცდები, არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ მალევე იქვე გასაუბრებაზე იყო. შემდეგ მისი დროას ცხენები რომ მექანიზმი დაბლოკოს, ხო ასეა? მადლობა, შიგნით არის ევროპა, რომელიც სარდგება. მაშ ევროპა. ჩვენ ჭკვიანური რა ვთქვით? 2 დღე დავრჩება ამის სათქმელად, მაგრამ ბოლოს თქვი, კარგი არა, თუ მართლა უნდა გესაუბროთ, ჩვენ ავირჩევთ წარმომადგენლებს. ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. 5 წლის ომის განმავლობაში ევროკავშირს არასდროს დაუნიშნავს სხვა წარმომადგენელი, რომელსაც ეს საქმე ევალებოდა, რომ წარდგეს როგორც ის, ვინც ევროკავშირის სახელით საუბრობს. გთხოვთ, ნუ გავაგზავნით კალას. მაგრამ წარმოიდგინე, გაგზავნე კალასი, მერე სიბირეთში აღმოჩნდება, დაუკარგეთ ბოლოს და ბოლოს კალასი. გავაგზავნოთ კალასი, იმიტომ რომ იქ ნამდვილად ატხდება ბირთვული ომი, რადგან მას საერთოდ არ აქვს ამ საკითხებში ტაქტი. მადლობა. არა არის. ტაქტი. არა, უგზავნით მიკროვაც. ეს ამება. ის ზელოთია. ეხლა გადავიდეთ იმ ნაწილზე, რაც ფრონტზე არ ხდება. ფაქტობრივად არაფერი ხდება. ეს არის ბოლო საკმაოდ განვითარებული დოკუმენტი უკრაინაში გამოფიტვის ომზე. თუ გადავხედავთ ფრონტის ანიმაციებს ბოლო უკვე 2 თვესა და ნახევარში, ანუ ბოდიში 5 თვესა და ნახევარში, ეხლა ჩვენ ვართ მე-13 რიცხვში. ესეთ შენელება ფრონტზე მე 2022 წლის ბოლოს შემდეგ არ მინახავს. ანუ 2023, 24, 25 წლებთან შედარებით, როცა ბევრი ცვლილება იყო. რო გავიჩნდეთ წარმოდგენა, ეს არის დონბასის ანიმაცია 2026 წლის 1 იანვრიდან დღემდე. ლიმანის ფრონტიდან პრაქტიკულად ორიჰივის ფრონტამდე. რო გაგიჩნდეთ წარმოდგენა, აქ არის კოსტიანტინივკა, არის პოკროვსკი და ასე შემდეგ. ეს არის ფრონტის მოძრაობა ბოლო 5 თვის განმავლობაში, რომელიც თითქმის შეუმჩნეველია, გარდა იმ ფრონტისა, რომელიც სლოვიანსკ, კრამატორსკის მიმართულებით მიდის. ეს ერთადერთია, რომელიც მოძრაობს. მართლა ძალიან ცოტაა სხვათა შორის. თუ შევადარებთ იმას, რაც ზაპორიჟიას ფრონტზე დაკარგეს და იმას, რაც იქ დაიკარგა, ოდნავ პრუსში არიან, მაგრამ ეს არაფერია. ესე რომ ძალიან ნელია. და ამას მე არ ვამბობ. თქვენ თვითონ ნახეთ, თელი სია მოგიმზადეთ, უბრალოდ ჩატში ჩაგიგდებთ რუსი სამხედროების, მათ შორის რუსი სამხედრო ბლოგერებისაც. მათ შორის ყველაზე ოპტიმისტებიც კი ვთქვათ ესე, ამბობენ, რომ საუკეთესო შემთხვევაში ალბათ 2026 წლის შემოდგომისთვის, ჩემი აზრით ესეც ოპტიმისტურია, შეიძლება ვიყოთ კრამატორსკ, სლოვიანსკთან ახლოს. რაც როგორც შედეგი ვთქვათ, რომ 2026 წლის ბოლოს მივახციეთ 5 წელი ომში, ეს ნამდვილად არ არის ის, რითაც სახლში დაბრუნდები და დღესასწაულს მოაწყობ. ამიტომ არის კიდევ ეს ობიექტური სირთულე, რომ რეალობა შეეჯახო, რომელიც ფაქტობრივად გაჩერებულია. ხმა გამორთული გაქვს, პაოლო. და მერე უნდა გვახსოვდეს, რომ დონბასის დაპყრობა წარმოადგენს ფიზიკურ ასპექტს,
რომ ვაჩვენოთ თითქოს ეს მოვიგეთ, მაგრამ ეს არ არის რუსეთის სტრატეგიული მიზანი. რუსეთის სტრატეგიული მიზანი ისევ ის არის, რაც ადრე ვახსენეთ, არ დაუშვას, რომ უკრაინა როგორმე ჩაერთოს იმ პროცესში, რის გამოც ომი გამოცხადდა. მადლობა. იდეა იყო ცვლილება, სახელმწიფოს ცვლილება, ანუ ხელისუფლების შეცვლა და არა უბრალოდ ქსელის კონტროლი. და ეს არის რთული ნაწილი, ალბათ მოლაპარაკებების ნაწილი გულისხმობს იმას, რომ არ ვიცი როგორ, მაგრამ ევროპასთან მოლაპარაკება ამერიკელების თანხმობით ნიშნავს, რომ მე ვიღებ დონბას ან დონბასის ნაწილს და ეს ახარებს რუს გლეხს, რომლის შვილიც მოგდა მიწის ნაგლეჯის მისაღებად. მაგრამ ეს არ არის ის, რის გამოც მე პუტინი ომში შევედი. ომში შევედი, იმიტომ რომ ეს ნაწილი მსოფლიოსი არც თქვენ გეკუთვნოდეთ და არაფერი არ მეკუთვნოდეს მე. ამ თემაზე უკვე რთული ხდება მოლაპარაკება. პუტინმა ზუსტად იცის, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკება, რომელიც ერთი ქვეყანა არ არის, არამედ სახელმწიფოთა შორისი შეთანხმება, არ არის იგივე, რაც შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება. ეს არ არის იგივე, რაც ბაიდენთან ან ტრამპთან საუბარი. მე ვსაუბრობ ისეთთან, რომელიც თუ მეტყვის კარგი, მივდივარ. მან იცის, რომ უნდა ესაუბროს აბსოლუტურად სუსტ პარტნიორს. იქნება ეს შრიოდერი და არ იქნება ეს მერკელი და არ იქნება. შრიოდერი მას არ აწყობს. შემთხვევითი არ არის, რომ ეს პატარა ღამეა. მან თქვა, აქ არის შრიოდერი, რადგან 2022 წლამდე შრიოდერი მუშაობდა როსნეფტში, მაგრამ დროის დასაზოგად გააკეთა, ამბობს შრიოდერი. აქვე მყავს, უკვე აქ არის, უნდა შეგახსენო, საუბრობ მასთან. მან ეს გააკეთა კომფორტისთვის, რომ დაზოგოს მგზავრობის ხარჯები. აი, თქვათ, ვინც არ უნდა აერჩიათ, წარმომადგენლად, ვისი სახელით უნდა ემოქმედა. ანუ, ვისი სახელით? თქვენ ხო გესმით, რა წინააღმდეგობრივი ინტერესები ექნებოდა ამ შემთხვევაში თითოეულ სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. უნგრეთი რუსულ გაზია დამოკიდებული, ჩეხეთის რესპუბლიკაც დაახლოებით ასეა, გერმანია თუ იტყოდნენ, ნახე, გაზის მილებს ისევ გაგიხსნით, ანუ კაიზერად დაგნიშნავთ, ფრანგები არა, ჩვენ არ ვიცით. ანუ იმდენად გახდა ევროპული მოლაპარაკებების ფედერაცია რუსეთის ფედერაციასთან შედარებით, შეიძლება ეს რუსებსაც კი მოეწონოთ იმ პროექტში, რომ დააკენონ მთავრობა, რომელიც არაა პრორუსული, მაგრამ მაინც არაევროპული. ეს არის ქვეყანა, რომელიც ორივესთან ვაჭრობს, ესე ვთქვათ, შვიდად ზის, ცოტა აქეთ, ცოტა იქით და მერე ვნახოთ როგორ წავა საქმე. იმიტომ რომ ეს არის საბოლოო მიზანი, არა დონბასი. ევროპისკენ გახსნა ნიშნავს გახსნას ვიღაცისთვის, ვინც არსებითად სუსტია, რადგან მას არ აქვს პოლიტიკური წარმომადგენლობა. ძალიან მარტივად. კვატრო ის არ არის ადამიანი, რომელსაც ევროპა მიიღებდა ევროპული მხარის წარმოსადგენად. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გამოვიგზავნიან, ვერ შეძლებს, ფიზიკურად ვერ შეძლებს ყველა ევროკავშირის ქვეყნის სახელით საუბარს, რადგან საერთო ხედვა არ არსებობს. სანამ შენ ამბობ, რომ მივცეთ იარაღი, მივცეთ ფული და ისინი აკეთებენ, ომს ეს მარტივია. მაგრამ როცა იწყებს საუბარს, ომი აღარ უნდა იყოს. მე რას ვიგებ? ამ დროს თითოეული ქვეყანა სვამს კითხვას. მე რას ვიგებ? რო ვთქვა, დიახ, მოდი ასე გავაკეთოთ, მე საბერძნეთი რას ვიგებ? მე პორტუგალია რას ვიგებ? მე ბელგია რას ვიგებ? მე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა რას ვიგებ? მაგრამ გერმანიაში ძალიან არ უყვართ. არა, გერმანიაში ზულთ, უბრალოდ ზულთ შრედერი. მაგრამ საერთოდ არა, შრედერი. სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მთლიანად პოლონელების სასარგებლოდაა და როდისმე უნგრელების სასარგებლოდ. და მაგალითად ჩეხები. შემდეგ იწყებენ კлау გამოჩენას, ზედაპირზე ამოდის შიდა დაძაბულობები ევროპაში, რომლებიც ყოველთვის არსებობდა. ამას სიხენებს ფიქრობ პუტინი, კარგად იცის, რომ ევროპას არ აქვს ძალა. რადგან ის არ არის აშენებული ესეთი საკითხების სამართავად, ესეთი საქმეების მოსაგვარებლად. ჩვენ შევხედავთ ამერიკას და ვითხვით რა უნდა გავაკეთოთ, ამას ვკითხავთ და ეს არის შეთანხმება, რომელიც ჩვენს თავზე გადის. ესაუბრე შენ ევროპელებს, რომ როცა არ ეცოდინებათ რა უნდა გააკეთონ, დაგვირეკავენ ჩვენ ამერიკელებს ვაშინგტონში და ვკითხავენ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვეთქვით რა უნდა გააკეთონ და ისინი გააკეთებენ ამას. არის კიდევ ერთი არჩევანი, რომელიც მხოლოდ თვალის მოტყუებაა. მე ვამბობ შრედერი, ისინი ამბობენ შრედერი.
არც მკვდარი, გუშინდლამდე ხომ იხდიდი. არა, ვიმეორებ, შეიძლება ჩვენთან მოვიდეს კარლო მაგნო, შეიძლება ჩვენთან მოვიდეს კარლო მაგნო, იმპერატორი აუგუსტო, მნიშვნელოვანი პიროვნებები, ბონიფაციო, მერვე, ხა არიციან, არიან ესეთი პიროვნებები. მზის მეფე, აი ევროპაში იგზავნება მზის მეფე. არის ასევე დიდი ბუკოლების კარგი წარმომადგენლობა, ესეც კარგია. არავინ არის ისეთი, რომ რაღაცას მარკო წარმოადგენდეს. მის უკან ყოველთვის რაღაცა ან ვიღაცა დგას. ანუ, როცა ვინმეზე უნდა ვისაუბროთ, ვაგზავნით ჩვენს პრემიერ-მინისტრს მაკრონს. ის მოდის, გერმანიის კანცლერი გერმანიის სახელით ლაპარაკობს. ეს არის საუბრის განზომილება, ეს არის განზომილება. ზომილება. დაჩვენებ ცოტას, რას ფიქრობენ სამხედროები, ბლოგერი, ეს არის რიბარისგან, მადლობა. ფაქტობრივად ამბობს, რომ საბოლოოდ რუსეთი თუნდაც რუსეთმა, რუსულმა არმიამ ჰიპოთეტურად შეძლოს რამდენიმე პოზიციის მოპოვება ეროვნული საზღვრის გასწვრივ, მაინც არაფერი შეიცვლება უკანა ტერიტორიებს. ამ სტატიების ბოლოს ამბობს, რომ ეს რიბარის სიტყვები ამბობს. აღარ იქნება მექანიზებული ტანკების შეტევა. უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი იარაღები ვერ შეჩერდება, რადგან რუსეთს არ აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემა მთელ ტერიტორიას. თუნდაც რუსებმა ომი აწარმოონ და შეძლონ წინსვლა, არაფერი შეიცვლება. იმიტომ რომ თუ 20 კილომეტრით წინ წაიწევენ, ან უკან დაიხევენ, არაფერი იცვლება. აი ეს არის. კიდევ ერთი რუსი პროპაგანდისტი, სახელად მიხაილ ზვინჩუკი, აცხადებს, რომ მეზობლების დადანაშაულება რუსებისთვის მოსახერხებელი საბაბია, მაგრამ ეს უბრალოდ სიმართლე არ არის. მისი თქმით, რუსებმა უნდა აღიარონ, რომ ეხლა უკრაინას შეუძლია დრონების ძალიან დიდ მანძილზე გაშვება. და სწორედ ამ დღეებში საუბრობდნენ იმაზე, რომ უკრაინული დრონები კი ურალებშიც კი შენიშნეს. ეს არის ვიდეო უკრაინული დრონის შესახებ, რომელიც 1600 კილომეტრის მანძილზეა მასშტაბით. ის რაც ხდება ამერიკელებთან, ირანთან, შეგიძლია გაატარო მომდევნო 25 წელი დრონების აქეთ-იქით გაგზავნაში. რუსული დრონები უკრაინაზე და უკრაინული დრონები რუსეთს. ეს არ არის გზა, რომ დაასრულო ეს, არ მუშაობს. ეს უბრალოდ ზეწოლის შენარჩუნების გზაა, ეს კი ნამდვილად ასე. ვერ იფიქრებ, რომ ომის გარდატეხა ისაა, რომ რუსები სარაკეტო კამპანიას იწყებენ და ამას და იმას ანადგურებენ. და უკრაინელები დრონულ კამპანიას იწყებენ და ანადგურებენ ნავთო გადამამუშავებელ ქარხნებს. ეს არ არის ის. ანუ ეს არ არის ბრძოლის გადამწყვეტი ელემენტი. და ეს ჯერ კიდევ რჩება. უცნაურად ჟღერს ქვეითი ჯარი, რომელიც სახმელეთო ნაწილია, მაგრამ ვერ გადაადგილდება დრონების გამო. ამიტომ ეს ომი შეიძლება მშვიდად გაგრძელდეს მომდევნო წლების განმავლობაში ყოველ კვირას 20 დრონის გაშვებით. ერთმანეთის წინააღმდეგ. და შენ იქ ხარ, ავტობუსი ლვოვში და შენ და ლვოვში. მაგრამ ეს არაფერ შეცვლის. ხალხი მუდმივ გაურკვევლობაში იცხოვრებს. მაგრამ ეს ის იყო, რაც მათ არ ჰქონდათ გათვალისწინებული. ანუ ისინი ფიქრობდნენ, რომ ომს უკრაინაში მიიტანდნენ და არაფერი დაატყდებოდათ თავს. მეორე მხრივ, ეხლა როცა ფრონტი გაჩერებულია, არავის უნდა ადამიანების რისკის ქვეშ დაყენება, არც ერთ მხარეს და არც მეორეს. იყო მცირე და მორიდებული შეტევა ორივე მხრიდან. თვენახევრის წინ ლიმანში, მეორე პოკროსში, რომლებიც ძალიან ცუდად დასრულდა, როგორც უკრაინული მხრიდან, ეს იყო სკალა ბატალიონი, ასევე რუსული მხრიდან. ცოტას თუ უნდა საკუთარი სიცოცხლის გარისკვა. ამიტომ თუ ვრჩებით ესეთ მდგომარეობაში, სადაც მე შენზე დრონებს უშვებ. შენ ჩემზე დრონებს უშვებ, ვისაც უფრო მეტი აქვს დასაკარგი, vedo che siano რუსები, რადგან მათ აქვს სამიზნეები, რომლებიც ნამდვილად უფრო ღირებულია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ნავთო გადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა, ვიდრე რამდენიმე უკრაინულ შენობაზე. in უკრაინა. მით უმეტეს, რომ ძირითადი ნაწილი მაინც უცხოეთიდან მოდის. და საწყობები, სადაც დრონები იწარმოება, იმდენად ბევრია, პატარაა და დეცენტრალიზებულია, რომ საბოლოოდ ეს ისეთი ინდუსტრია, რომელსაც ვერ დაარტყა. იმავე უკრაინელებმა ვერ შეძლეს გერბერის დრონების წარმოებაზე დარტყმა, შაჰედის წარმოებულები.
იმიტომ რომ რუსებმა იმდენი გააკეთეს. საწყობები არ არის, რაც დიდ წარმოებას აჩერებს იონიშნე, მაგრამ უკვე დაახლოებით 7-8 თვე რომ ბევრი სამხედრო ბლოგერი, მაგრამ ასევე იტალიელი პროპაგანდისტების დაიწყეს საუბარი, საცხის მიზნებს ვერ მივახცევთ. მაქსიმუმი რაც შეიძლება ავიღოთ არის დონბასი. მაგრამ თუ დონბასი აირე, კარდი გაქვს და მერე თუ არა მიზანი. ეს არ არის ის რისკენაც ის სწრაფვის. ეს პუტინი არ არის. ამ ეტაპზე ეს ნამდვილად სტრატეგიული მარცხი იქნებოდა. თუ ასეა, აიღე დონბასი და ჩვენ წავიდეთ ევროკავშირთან. 1. მარცხი, რომელიც შეედრება იმაზე, რასაც ტრამპი მიიღებდა, თუ ეს მოლაპარაკებები დასრულდებოდა. კარგად ამბობდა ორმუზი, ჩვენ დავიტოვებთ მას, პაზდარანსაც ჩვენ დავიტოვებთ და სხვა აიათოლებსაც დავიტოვებთ. ცოტა რამ გაანადგურა, მაგრამ ეს სიამოვნება იყო. ანუ გონია, რომ პუტინი ჯერ კიდევ მიიჩნევს შესაძლებლად სტრატეგიულ მიზანზე ორიენტირებას. მართალია, ზუსტად ის, რაც ამ გადაცემის დასაწყისში ვთქვით, რომ ეს იყო რეჟიმი, რომელიც თუ არა მეგობრული, სულ მცირე არის კონტროლი. და ისევ ჯერა, ეხლა ეს რეჟიმი შეიძლება თუ ამ ამერიკული ადმინისტრაციის მხარდაჭერას დაკარგავს, შემდეგ კიდევ ის საკითხია, რომ პუტინს არ აქვს იმის გარანტია, რომ მან შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაცია დაარწმუნა, არ დაეჭირა მხარი უკრაინის მთავრობისთვის. მაგრამ რა იცი რა, მომდევნო ადმინისტრაცია კი ამას სრულიად სხვანაირად ხედავს და თავიდანვე იწყებს მასიურ დახმარებას უკრაინისთვის ანტირუსული მიმართულებით. ტრამპის ადმინისტრაცია იმდენად არასტაბილურია, არა მხოლოდ ის, ვინც ბუნებით არასტაბილურია, არამედ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური მოძრაობებიც ასეთია. დიახ, არასტაბილურები, რომლებიც რუსებს უსაფრთხოების განცდას არ აძლევენ. რომ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს უკრაინას, რომელსაც აღარ უჭერენ მხარ შეერთებული შტატები, შემდეგ გაგრძელდება. შემდეგიან მომავალი ადმინისტრაციებით ისინი ისევ იმ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როგორშიც უკრაინა ადრე იყო. ის უნდათ, რომ ესე იყოს, მათ არ აქვთ გარანტია და სუსტ მხარეზე ფსონსდებენ. შეიძლება ევროპას არ ეხოს ძალა და ანალიზი არ არის არასწორი, იმიტომ რომ მას არ აქვს სტრუქტურა. შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში ერთიანი მხარდაჭერა გაუწიოს მკვეთარ დაპირისპირებას რუსეთთან. ანუ ჩვენ თქვით, რომ უნდა მივცეთ 90 მილიარდი და იარაღი ასე, იმიტომ რომ ომი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ მშვიდობის პერსპექტივის წინაშე ფიქრობ გაიხსნება განსხვავებები და გამონაკლისები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაასუსტებს რუსეთის მოლაპარაკების ძალას. და ვფიქრობ, სწორედ ამაზეც აკეთებს აქცენტს. აი, რატომაც ამბობს ავლუმზე, რომ ხედავს გამოსავალს ახლოს. ის ამას ნამდვილად არ ხედავს ტანკებით და არც დრონებით, ის ამას ხედავს სწორედ ამ სფეროში. მე ვხედავ, რომ ისინი ვეღარაფერს ახერხებენ. იმიტომ რომ თუ რუსულ რუბიკონის დანაყოფებს რაღაც ახალი გამოსდიოდათ, რაც იყო ფაქტობრივად დაბლოკვა და არა დრონებით პირდაპირ ტაქტიკური მხარდაჭერა, ეხლა უკვე უკრაინელებიც ესენი ხელოვნური ინტელექტის სისტემებია, ისინი ამოიცნობენ სილუეტებს და დამოუკიდებლად მოქმედებენ. ეხლა ისინი იწყებენ მოქმედებას იმ გზაზე, რომელიც პრაქტიკულად გადის ზაპორიჟიას მახლობლად და მიდის ხერსონსა და პირიმამდე. ავტომატურად მოქმედებენ. ისინი იმდენად ძლიერად ახდენენ დაბლოკვას, აქ საუბარი არ არის FPV დრონზე, რომელიც უბრალოდ მიდის და პრობლემებს ქმნის, ეს არის გზა, ესენი რუსული ლოგისტიკური სატვირთოებია, რომელთა ორგანიზებაც უკვე ძალიან რთულია. ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქმედებაც კი, თუნდაც ელემენტარული მოქმედება, პრობლემად იქცევა, რადგან მთელი ჩვენ საუბრობთ 160 კილომეტრზე უკან. ანუ ეხლა უკვე დრონები მოქმედებენ. ერთი წლის განმავლობაში გადავედით დრონებიდან, რომლებიც მოქმედებდნენ ჩვეულებრივ 20-30 კილომეტრის დიაპაზონში, 50-60, რაც დაახლოებით მოხდა გასული წლის შუაში, ბოლოსკენ იმ დრონებთან, რომლებიც ეხლა უკვე აქ არიან მისული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. დააკავშირეთ ეს მაგალითად იმას, რაც ხდება ლიბანში, ისრაელის ჩრდილოეთში, ჰეზბოლასთან, რომელიც გარკვეულწილად უხეშად იმეორებს.
უკრაინული თეატრიდან მიღებული გაკვეთილები ისრაელელების წინააღმდეგ, რომლებსაც ჯავშან ტექნიკის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ. ეხლა იწყება განადგურებული ტანკების რაოდენობა, იქ უკვე იწყებენ რიცხვების დაგროვებას. ეს მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. რასაც მირკო ამბობს არის ის, რომ კილომეტრები ბევრია, დაუშვათ 200 კილომეტრი. შიგნით, სადაც შენ არ გაქვს არანაირი თავისუფლება, უნდა ვიფიქროთ, რომ იგივე შეიძლება იყოს, მაგრამ არა ისე, რომ ორივე მხარეს შეეძლოს ამ ზოლის გაფართოება. რადგან მათ ერთნაირი შესაძლებლობები არ აქვს. ეს საკითხები გაახმოვანეს ალექსეი ზიროვმა და ვლადიმირ რომანოვმა, ცნობილმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა, რომლებმაც ასევე აჩვენეს განადგურებული ტექნიკის ნარჩენები. სტრატეგიულ არტერიაზე, რომელიც იწყება როსტოვიდან, როგორც ხედავთ, გადის მარიუპოლზე და შემდეგ თითქმის ქვევით ტკირიმამდე მიდის, რომელიც ფრონტიდან 160-დან 200 კილომეტრამდეა დაშორებული. ის უკვე მუდმივად ხდება სამიზნე ამერიკული დრონების მიერ Starlink-ის ქსელის წყალობით. ეს იქნებოდა ავტოსტრადა M14, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინაც კი უსაფრთხოდ ითვლებოდა, რადგან ოპერაციების ზონიდან გარეთ იყო. ორივე ისინი მოქმედებენ იმდენად აბსურდულ დისტანციებზე. რასაპირებ ორგანიზებას თუ ზურგიდან გესურიანი. არა, შეგიძლია შენც იმოქმედო უკრაინის 160 კმიან ზონაში იგივე გააკეთო, არ მისცემათ სიცოცხლის საშუალება. თანაც რუსებს დამატებით რაკეტების ძალაც აქვთ, რაც უკრაინელებს არ აქვთ. ან მათ შეუძლიათ დაარტყან ბევრად მძიმე იარაღით, რომელიც ბევრად განსხვავებულ საბრძოლო ტვირთს ატარებს, ვიდრე დრონი, გულისხმობ რაკეტას, იმ პოზიციების განლაგებას, რომლებიც ბევრად უფრო სიღრმეშია. უკრაინელებს შეუძლიათ 160 კმ-მდე მისვლა, რადგან აქვთ Starlink-ი. რუსებს კი არ შეუძლიათ, რადგან არ აქვთ ქსელი, რომელიც ამ დისტანციებს უზრუნველყოფს. ასე მისაღწევად დრონებით ამ დისტანციებზე მისასვლელად ისინი სკანერებს იყენებენ. ვიწყებს სროლას სადგურებზე, ელექტროსადგურებზე, ხიდებზე, იმ ნაწილებზე, რაც უკრაინისთვის ცხოვრება შეუძლებელს ხდის, ნახავ რა მარტივი. ანუ ორმხრივი ზიანი, მაგრამ სამხედრო განვითარებისთვის ადგილზე შესაძლებლობის გარეშე. საქმე მხოლოდ იმაშია, რომ ერთმანეთს ყველაფერი დაუნგრიონ და ცხოვრება გაურთულონ. მაგრამ ისე რომ არაფერი იცვლება, ომი გამოსავალს ვერ პოულობს. არც სწორად ხსნი თუ არა. შენ მე რუს ცხოვრებას მიფუჭებ? კარგი. მე ვცდილობ შენს გაგირთულო ცხოვრება სანამ შემიძლია და ცოტა უფრო ხრმად, სადაც შენ ვერ შეძლებ, რადგან ლოუში ცხოვრობ და გითრევ. ზიანი. ეს ერთმანეთისთვის ზიანის მიყენება ერთი მხრიდან მეორეზე, ფრონტზე არაფერს მოიტანს. ფრონტი არის ამ სიტუაციის სამხედრო გადაწყვეტა. ეს არის ის, რასაც პუტინიც ცდილობს თქვას. მე ეს შემნიშნე, იზრდება შესაძლებლობა, რომ მოწინააღმდეგეს შეუშალო ხელი რაღაცების გაკეთებაში მანძილის თვალსაზრისით, რაც სამხედრო ოპერაციებს სულ უფრო ართულებს. არა, უფრო უსარგებლოც კი, იმიტომ რომ როგორ აკეთებ ამას? არა. ჩვენ ვიტანებთ ამ ჰორნეტებს, რომლებმაც ბოლო დროს დაარტყეს მარიუპოლს, რო წარმოდგენა შეგიქმნათ. ისინი მარიუპოლში მივიდნენ და დაარტყეს, რა თქმა უნდა, Starlink-ის წყალობით, ესე რომ ეს აბსოლუტურად აუცილებელი ელემენტია ამ შესაძლებლობისთვის. ანუ ამას ვამჩნევ. დროთა განმავლობაში ჩანს ორივეს ეს უნარი დაარტყან, მაგრამ განსაკუთრებით Starlink-ის წყალობით სიღრმეში და არ ჩანს წინსვლა იმ თვალსაზრისით, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს. აქ არის ერთი შენიშვნა ჩატში. ამბობს, მე რაღაც ვერ ხვდები, უკრაინული დრონების ქარხნები გერმანიაშია და რუსული ქარხნები კი მარტივი სამიზნე. ნახეთ, რუსებმა მთელი სამრეწველო ჯაჭვი ურალის იქით გადაიტანეს. ასე რომ მათ არ აქვთ პრობლემა გადაადგილებაში. დრონების ქარხნები თათარსტანშია. ასე რომ ეს არ არის პრობლემა, ეს შენიშვნა არსად მიგვიყვანს. თუ რამეში რუსებს პრობლემა არ აქვთ, ეს ივცეა. ასევე არ არის მართალი, რომ უკრაინული დრონები გერმანიაშია, ძალიან ცოტა იწარმოება საზღვარგარეთ. ისინი კვლავ დიდწილად ჩინეთიდან მარაგდებიან, მიუხედავად იმისა, რომ შიდა წარმოებაც აქვთ. უფრო მეტიც ლატვიაში, ესტონეთს და ლიტვაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი მომწოდებელია. რამდენიმე წლის წინ რუსებმა მათზე რამდენიმე შეტევა განახორციელეს, მაგალითად ცეცხლი, ხანძარი.
საკითხი ესეთია. უკრაინელები უფრო დეცენტრალიზებულები არიან, მათ ბევრი მომწოდებელი და ბევრი კავშირი აქვთ, მათ ორმხრივი ურთიერთობები აქვთ სხვადასხვა ქვეყანასთან, თუმცა კვლავაც ბევრს ყიდულობენ ჩინელებისგან, მაშინ როცა რუსები ტენდენციას ავლენენ ცენტრალიზაციისკენ. თუმცა ძალიან დიდ დისტანციებზე. მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე დრონების გამოყენება ორივე მხარეს არ არის გადამწყვეტი. როცა ვამბობ გადამწყვეტი, არ ნიშნავს, რომ სიტუაცია შეიცვლება, ან რომელიმე მხარე საბოლოო დრონების გამო დანებდება. ამბობ საკმარისია, ძალიან ბევრია. ეს არ არის იგივე, როგორც რო თქვა, ძალიან ბევრი артиლერია. ეს არის შეცდომა, რომელსაც ახლა ტრამპი უშვებს. ფიგძალავთ ფრინავ ნივთებს, რომლებიც ბომბებს გესურიან, იცით რომ დაბომბვა ამერიკული იყო, არა უბრალოდ დრონები. იმიტომ რომ თუ შენში ჩამოაგდებს იმას, რასაც დრონი ვერ აკეთებს, ეს არაფერს სვის. რადგან საბოლოოდ артиლერიის გამოყენება, артиლერია, მათ შორის დრონებიც იგივე ფუნქციას ასრულებენ, ანუ ცეცხლის ფუნქციას. ცეცხლი მანევრის გამაადვილებელია, თუ ვერ ახერხებ მანევრს, ამაოდ ხარჯავს საბრძოლო მასალას და მხოლოდ ზიანს აბენებ. მაგრამ ვერ ახერხებ შექმნა პირობები იმისთვის, რომ შემდეგ შეძლო ძალთა ბალანსის შეცვლა და ერთი ან ორივე მხარე დაამარცხო. ერთ მხარესიდან მეორე მხარეს სროლა ომიც კი არ არის. ეს უბრალოდ დინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე სროლა. ისტორიაში უკვე ყოფილა შემთხვევები, როცა ეს არ მუშაობდა. პირველი მსოფლიო ომი ესე მთავრდება, არმიები ერთმანეთს ანადგურებენ წონასწორობის ხაზზე და შემდეგ მოდის დამარცხება და გამარჯვება. გადამწყვეტი არ არის ფრონტის ხაზი, არამედ შიდა ფრონტის მდგომარეობა, ეკონომიკა, ჯარების უზრუნველყოფის შესაძლებლობა ფრონტზე, იმ ხალხის გადარჩენის პირობები, ვინც ფრონტზე არ იყო. ნახეთ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. თუ პირველ მსოფლიო ომში დიდ გამარჯვებას ელოდებით, ესეთი შემთხვევებიც არის. გერმანულ ნაწილებს აცნობეს, რომ ომი დასრულდა. ფრონტზე მათ უთხრეს, რომ 11 ნოემბერს 11 საათზე ომი დასრულდა. კარგი, მაშინ წავიდეთ სახლში. წავიდეთ. არის კიდევ ერთი სირთულე, ვიღაც ამბობს, მაგრამ თუ დაარტყამენ ამათ ქარხნებს, იმათ, გაითვალისწინეთ, რომ უკრაინული დანაყოფების უმეტესობას ხავს თავისი დრონების აწყობის გუნდი, ინჟინრები და ასე შემდეგ, რომლებიც როგორც საჭირო ცვლილებებს ახორციელებენ ფრონტზე მყოფი დანაყოფების მოთხოვნით, ასევე პირდაპირ ამ დანაყოფისთვის აწარმოებენ დრონებს. საუბრობთ ბატალიონის დონეზე, ზოგჯერ კიდევ უფრო მცირე დონეზე, მაგალითად ასეულის დონეზეც კი, ანუ შენი 2-3 კაცი, რომლებიც იქ სხედან და საკაბელო სამაგრებით აწყობენ. რატო? იმიტომ რომ თითქმის un'unità al პრეფერენციები როგორც მიწოდების, ასევე დრონის ტიპის დონეზე. ამიტომ წარმოება ძალიან დანაწევრებულია, ნაკლებად ედუაროვანია, განსაკუთრებით უკრაინელების შემთხვევაში, მაშინ როცა რუსები ყველაფრის ჰომოგენიზაციას ცდილობენ და ქარხნებში აწარმოებენ და ასე შემდეგ. ამიტომაც რთულია მათზე დათქმა, რადგან ზოგჯერ დრონები პირდაპირ ნაწილ-ნაწილ იკრიბებება, სერვოდრავებიდან დაწყებული ბატარეებით და სხვა ყველაფრით დამთავრებული, პატარა სახლში ფრონტიდან 30 კილომეტრით უკან. იმიტომ რომ იმ დანაყოფს უნდა გამოიყენოს ისინი როგორც იარაღი, ზემოდან დაამაგროს როგორც ანტენები და მსგავსი რაღაცები. ამიტომ ეს თითქმის სპეციალური ლოგისტიკური სამუშაო გახდა დანაყოფიდან დანაყოფამდე, სტანდარტიზებული რამ არ არსებობს. ნახეთ, ვინც სწავლობს ამ მოვლენებს, ამაზე მუშაობთ მე და მირკო მომავალი ტომისთვის, რომელიც მალე გამოვა, შემდეგ მირკო ამაზე ისაუბრებს, ის ისაუბრებს, ნახეთ, რომ ისინი არის ჩვენც ერთ ციგნს პარაბელუმთან ერთად და რა თქმა უნდა მონაწილეობენ კაპიტინი მია პოლიქიენი, ბარძალი, პრეზიდენტი მადალუნი და ასე შემდეგ. დაყოფილია თავებად, არეებად, ასევე გლობალურად, ასე რომ არის ზარაც. ნახეთ, რასაც ვაკეთებთ. და შემდეგ ეს გადაიქცა მომდევნო 20 წლეულისათვის მოქმედ პარადიგმად. ეს უკვე სხვა საკითხია. მაგრამ ის, რასაც ახლა ვხედავთ, ნახეთ ჯერ კიდევ ამ ომის დასაწყისში, პროფესიული არმიები აღარ მუშაობს, ისინი ძალიან ცოტანი არიან. იმ პერიოდში, როცა ომს ჯერ კიდევ შეეძლო მანევრირება, პატარა პროფესიული არმია ცოცხლად იჭმევა. მაშინ საჭიროა პროფესიული არმიების შექმნა ჯერ ადმინისტრირების გზით. ჯავშან-სატანკო ძალების კრიზისი. ამბობ, ჩვენ გვყავს ჯავშან-სატანკო ძალები. ორივე სყავდა, პროპორციით ორივე სყავდა. არა პროპორციით უკრაინას უფრო მრავალრიცხოვანი ჯავშან-სატანკო ძალები ხავდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანას. რით იყო დაბლოკილი? დრონებით. ეხლა დრონები გეუბნებიან, რომ ისინი
ბრძოლის ველის იმდენად ფართო მონაკვეთს კეტავენ, რომ ის პრაქტიკულად აღარ არის ბრძოლის ველი. ხედავ თუ დღეს ვინმე არმიას დაარსებდა, ჩემი ინსტრუმენტი ასეთი იქნებოდა. უნდა დაეცხო ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა Starlink-ი. Starlink-ი კერძო სუბიექტია, კერძო, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კერძო სუბიექტი ომში მყოფ სახელმწიფოს ამ ომის საწარმოებლად საშუალებებს აძლევს. და ასე, რადგან კერძოა, შეიძლება გადაწყვიტოსაც კი რომ თქვას, იცი რა არის? მე იგივე რამეს ვყიდი, სხვას ვინც მეც თავაზობს, ასე ვთქვათ. ეს გამორიცხული არ არის, შეიძლება ასე იყოს კიდეც. ეს პირველი შემთხვევა. კერძო სუბიექტების ჩარევა ასეთ დონეზე ომში. ხედავთ, რამდენი ახალი ელემენტია ამ პროცესში. და ყველას კითხვა ასეთია. ეს ყველაფერი მხოლოდ რუსებსა და უკრაინელებს შორის მოქმედებს, თუ ყველა მომავალ კონფლიქტზე გავრცელდება აქედან მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში. რადგან იმის მიხედვით, რას უპასუხებ, იწყებ ფიქრს. იცი რა არის? მე F-35-ებს ცოტა ნაკლებს ვაწარმოებ, ამ თანხას მილიონობით დოლარის ღირებულების დრონებში ვდებ, შეიძლება ბევრად უფრო დახვეწილებში ვიდრე ეხლა არსებობს. არ ვაშენებ ავიამზიდებს, ავაშენებ დრონების მატარებელ გემებს, ასე ვთქვათ. სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვაცესებ, რამდენი თვით. რა ხდება? ხედავთ, რამდენი რამ იკვეთება ამ საუბრებიდან, რომლებსაც ჩვენც ვცდილობთ ჩავატაროთ და გიწევთ, რომ თქვენც ჩაერთოთ. რადგან ეს, ვფიქრობ, კულტურული პროგრესის ნაწილია, როცა ასეთ თემებზე ერთმანეთს ვესაუბრებით. პასუხი აქაა. უპასუხეთ რამდენიმე კითხვას. პოლონეთიდანაც, დიახ, აბსოლუტურად. წადით და ნახეთ მილიტარი ბალანსი. 2022 უკრაინას დაახლოებით 1000 ტანკი ყავდა შეფასებული, მაგრამ მხოლოდ 5 მუშაობდა. ბევრი მათგანი რეზერვში იყო. ალექს დარკი კითხულობს, ალბათ ეს სულელური კითხვაა, მაგრამ მაინც სვამ, რა უშლის რუსებს ხელს ჩაატარონ მასიური და უწყვეტი საჰაერო კამპანია უკრაინის ქალაქების ყველა ინფრასტრუქტურაზე დაბომბვებით. გახსოვს ყველა ის შეტევა, რაც ლანზარაზე ჩავატარეთ. ნახე რამდენი დანაკარგი ჰქონდათ რუსებს. ისინიც ვინც თავიანთი ანტისაჰაერო დაცვის ზონის გარეთ გავიდნენ, რადგან რუსები ყოველთვის თანამშრომლობენ, საჰაერო ძალები მოქმედებენ თავიანთი ანტისაჰაეროების დაცვის ბუშტში და ეს არ იმუშავა. ვერტამფრენები მაგალითად რო ვთქვათ, თითქმის აღარ გამოიყენება, რადგან ვერტამფრენები უკიდურესად მოწყვლადია. ვიეტნამის ომი იყო ვერტმფრენების ომი. აღმოჩენა იმისა, რომ გააქვს საშუალება, რომელიც შუა არაფერში მიგიყვანს და იქ მნიშვნელოვან რაოდენობას დაგტოვებს. აღჭურვილებს ეს ვერტმფრენების ომია. ეს ის პერიოდია, როცა გონია, რომ ვერტმფრენი ძვირადღირებული საშუალებაა, რთულია მისი წარმოება, რთულია ადამიანების მომზადება, ძალიან ნაზია, ბევრი მოვლა სჭირდება, ძალიან რთული რამე. და ვერტმფრენის გაქრობა ისმის. ბოლო მონაცემებით ეს იყო 330-დან 350-მდე ვერტმფრენი. რამდენი ვერტმფრენი ხავს იტალიაში იარაღებაში? სამაშველო ვერტმფრენებით ჩათვლით, პირველი 300 იყო. არც თუ კი სამაშველო ვერტმფრენებსაც დავამატებთ, რომ წარმოდგენა შეგექმნას და ეს ყველა ვერტმფრენი საკმაოდ მაღალი დონის იყო. ბევრი იყო. სამართლიანად გაჩნდა კითხვა, რას ელოდებიან, რატო არ იყენებენ ბომბდამშენებს, რატო არ ახორციელებენ დაბომბვას? ისინი ახორციელებენ დაბომბვას, აკეთებენ ამას ისე როგორც შეუძლიათ, ბომბდამშენები გარკვეულ სიმაღლეზე და აგდებენ არა ჩვეულებრივ ბომბებს, არამედ მართვად ბომბებს ან ბომბებს. ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო, ჰანოის დაბომბვის იდეა, ჰანოის დაბომბვა B-52-ებით, ჰანოის თავზე, რომლებიც ხსნიან კარს და ბომბებით სვივა, ამას ვეღარ გააკეთე. მას ღირს კიდე B-52-ების შენახვა, როგორ ფიქრობ? გარდა იმისა, რომ მათ საკმარისი სტრატეგიული ბომბდამშენები არ აქვთ, კიდევ ერთი საკითხია. როგორც წესი, სტრატეგიულ და სარაკეტო კამპანიებს ომის დასაწყისში ატარებენ, რათა მოწინააღმდეგე ნოკაუტში ჩააგდონ. რუსებს არასდროს ჰქონიათ ამერიკელების შესაძლებლობა მხოლოდ სარაკეტო თვალსაზრისით მოწინააღმდეგე ნოკაუტში ჩაეგდოთ. მათ ეს გააცნობიერეს როგორც სატელიტური დაფარვის ნაკლებობის გამო. არსებობს სხვადასხვა ანგარიში ომის დასაწყისთან დაკავშირებით, თუ რამდენად კარგად ჰქონდათ უკრაინელებს შენიღბული და გადატანილი პოზიციები. ამიტომ რუსებმა ვერ შეძლეს უკრაინული საერო თავდაცვის სისტემების სრულად განადგურება, ან მათურება, ან მათი პოვნა. არსებობს დრამატული ვიდეოებიც. უკრაინელი პილოტი თავის MiG-29-ში ჯდება 2 წუთით ადრე, სანამ რაკეტები ჩამოვლენ, რომ წარმოგლენა შეგექმნათ. ამიტომ მათ მაინც შეძლეს საკუთარი თავის გადარჩენა.
რუსებს აღარასდროს შეუსრულებიათ ეს, მაგრამ ისტორიულადაც არასდროს ჰქონიათ. სტრატეგიული კამპანიებისთვის მათ არ ყავთ ტანკერების ფლოტი. ფრენდისას საწვავის შევსებისთვისაც ძალიან ცოტა ყავთ, მიუხედავად იმისა, რომ მანძილი დიდი არ არის. მათ არ ყავთ ბევრი თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია რაკეტების გაშვება. შეგიძლია გამოიყენო MiG-31, შეგიძლია გამოიყენო Tupolev. მაგრამ ეს არ არის იმ მასშტაბის, როგორც ამერიკელები, რომლებიც სპარსეთის ყურის ომში დღეში 800 რაკეტას ისვრიან. თვითმფრინავებს სჭირდებათ ინფრასტრუქტურა, სჭირდებათ აეროპორტები, სჭირდებათ დასაფრენი ზოლები, სჭირდებათ რადარები, სჭირდებათ ხარდაჭერის სერვისები, სჭირდებათ ბევრი რამ, რაც მიწაზეა და მუდმივად მიწაზე რჩება. ანუ მე გეუბნებით შედარებით დრონთან, რომელსაც 100 მეტრი გზა სჭირდება თამბაქოს მაღაზიის წინ, ავიაციას სჭირდება ბილიკები და ისინიც გარკვეული წესით უნდა იყოს გაკეთებული, რადგან რაც დაფრინავს შეიძლება უბრალოდ მინდორი იყოს, აი ესე ვთქვათ. არსებობს თვითმფრინავები, რომლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებით ჩვენსას, რომლებიც ძალიან ნაზია დასაფრენი ზოლები და შესაბამისი პირობები, რადგან ისინი გარკვეული წესით უნდა იყოს გაკეთებული. აი ეს კიდევ ერთი სწავლებაა. ამერიკელები, რომლებიც კлауდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და სწორადაც ტრადიციულ ავიაციას, როგორც შეტევით იარაღს, დღეს ირანში ხედავენ, რომ ვერ აღწევენ თავიანთ მიზნებს. იმიტომ რომ უბრალოდ ირანმა გადაწყვიტა არ მიეღო ის ომის ტიპი, რომელიც ამერიკელებმა შესთავაზეს, არამედ ებრძოლა სხვანაირად, დრონებითა და რაკეტებით. თუ გინდა პაზდარანის ბანაკი დამინგრიო, გააკეთე ეს. გინდა რომ გამანადგურო. მე ხო ვიცი რომ რასაც იქ ბომბაო, იქ უკვე აღარ ვარ წასულიო. შენს თვითმფრინავს. ჯანდა, იქ იყო 1922 წლის ფრინავი. თქვენ გააკეთეთ. თქვათ რომ ერაყს და კენიას ბევრად უფრო სტაციონარული არმია ჰყავდათ, მათი ბრძოლის სტილიც ძალიან არქაული იყო, ტანკებს ისე მიწაში მარხავდნენ. დღეს ირანიც კი, რომელმაც ძალიან ძიმე დაბომბვა გადაიტანა, ასობით ტომაჰავკი, რო წარმოდგენა შეგექმნათ, პლუს ყველაფერი დანარჩენი რაც ჩამოაგდეს, მართვადი და ასე შემდეგ. საბოლოოდ მაინც ოპერატიულად დარჩნა და ეს მაინც არ არის მსოფლიოს ყველაზე მოწინავე არმია. სტრატეგიული დაბომბვის კამპანიები ნელ-ნელა ეფექტიანობას კარგავს. კარგი. არა და შენ ზარალდებ, იმიტომ რომ ეხლა როცა გეუბნებიან რომ იპოვეს 2025 წლის ნარჩენები, სერიული ნომრები და ასე შემდეგ, ეს ნიშნავს რომ იყენებ იმას, რაც გუშინ დილით იყო წარმოებული. ეხლა მეორე საკითხი ისაა, რომ მე თუ შევძლებ ესეთი ტიპის მოხმარებასთან გამკლავებას, ესეთი შედეგების ფონზე იგივე რუსებსაც ეხებათ. produco missili. Ma che ანუ რო რაკეტები, სწორია, იგივეა. მან თქვა, შევძელი განეიტრალე. და ეს არის ძირითადი კითხვები ომის ტიპზე, თუ ომი განიხილება როგორც ინსტრუმენტი სიტუაციის სწრაფად შესაცვლელად. ვიმეორებ, ომი არ არის იმისთვის, რომ გაანადგუროს რაღაცები და ხოცოს ხალხი. ის ასე არ კეთდება. ომი კეთდება იმისთვის, რომ დაადგინოს პირობები, რომ სწრაფად შეცვალოს მდგომარეობა. შემდეგ ასე ხდება. თუ ამას ვერ ახერხებ იმ იარავით, რომელიც ეხაც არ მოვიდგინეთ, გვაქვს ირანის მაგალითი, გვაქვს უკრაინის მაგალითი. კითხვა, რა ძალა იქნება ეფექტური ომის მიზნების მისაღწევად, ანუ მდგომარეობის შესაცვლელად. თუ ავიამზიდი უნდა დავაყენო ირანის სანაპიროდან 800 კილომეტრში, რადგან ირანს შეუძლია დააზიანოს იგი. ანუ შეუძლია დააზიანოს, არ მაქვს თავისუფლება როგორც მინდოდა. ეს არის ავიამზიდის ღირებულება, რომ თვითმფრინავებით მივიდე იქ, სადაც მინდა. დავიწყოთ, ხედავთ, ბევრი რამეა, რასაც აკეთებენ და პალანტილს არც კი შევხებივარ. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სამიზნეების განსაზღვრას ემსახურება, ეს სულიად სხვა სამყაროა. და ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, რასაც ახლა განვიცდით, ეს გარდამავალი პერიოდია. შეიძლება ვაჭარბებ ჰიპერბოლაა, მაგრამ ეს გავს დენთის გამოჩენას. მე-16 საუკუნის გრომის ბრძოლის ველებზე, არქიბუზის გამოჩენას შუბის ნაცვლად. ზოგიერთი იარაღი იწყებს მნიშვნელობის მოპოვებას და ზოგიერთი ფორმაცია, ზოგიერთი ბრძოლის წესი იწყებს მნიშვნელობის დაკარგვას. მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენიც არ უნდა ღირდეს, ციხესიმაგრეების აშენება მნიშვნელობას კარგავს, მიუხედავად იმისა, რამდენიც არ უნდა ღირდეს. ამიტომ ალბათ დროა დავიწყოთ ფიქრი, როგორი უნდა იყოს ეს არმია და ეს შეიარაღებული ძალები, რომ ომის წარმოების იმედი გქონდეს. adeguato.
დღევანდელ ბრძოლის ველზე ეს საინტერესო ნაწილია. მეორე ნაწილზე გადასვლამდე სწრაფად გადავხედოთ, ხედოთ რა ხდება. ბრძოლის ველის თვალსაზრისით. ამერიკული პრემიერის სანახავად მე ფაქტობრივად უკავშირდებოდი VPN-ს და ასე შემეძლო პრემიერის ნახვა ისე რომ იტალიელად არ გამოუჩნდებოდი. იქ ჩვენთვის დაახლოებით ღამის 2 საათზე გამოდიოდა, მაშინ როცა ჩვენთან 3 დღის ან 1 კვირის შემდეგ ჩნდებოდა. ესეთ რაღაცებს გულისხმობ. ესე რომ როგორც ხედავთ, ბევრი გამოყენება აქვს, გადავიდეთ მთავარზე და ამით მხარს უჭერთ იმას, რასაც ამ არხზე ვაკეთებთ. კოდს ნახავთ ჩატში, აღწერაში და კომენტარში. საფად გადავხედოთ რა ხდება, რადგან როგორც ვამბობდით, ბევრი არაფერი ხდება, ყველაფერი საკმაოდ გაჩერებულია, რაც საკმაოდ შემაშფოთებელია. ხანდახან წაიკითხავ რაღაცებს, მაგალითად 20,000 რუსი შემდები შეტევისთვის. 20,000 ხუმრობაა, არაფერს გააკეთებ ამით. დიდი გადაადგილებები არ არის. სუმის რაიონში ბრძოლები გრძელდება, საზღვრის ზონაში რუსები ალბათ ცდილობენ სუმი ფრონტის ქალაქად აქციონ, რომ სტრესი შექმნან, მაგრამ მე ეჭვება, რომ სურთ დიდი ქალაქის, როგორიცაა სუმი ან ხარკივი, აღება. იმის გათვალისწინებით, რაც ხდება კოსტიანტინივკასთან. 2 წელიწადი და ნახევარია ვისმენ ხალხს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩატში წაიკითხეს, კოსტიანტინივკას დღეში 20 მეტრი თავყას არ თხამენ. და მე ეს არის 20 მეტრი ერთ დღეს კი, მეორე დღეს ისევ კარდავ. რას აპირებ ალყაში მოაქციო. ამ ომში ალყა არასდროს უნახავთ, არც ერთ მხარეს და არც მეორეს. უბრალოდ იმიტომ, რომ გადაადგილების სიჩქარე იმდენად დაბალია, რომ თუ ომაში არ ხარ, ძნელია ალყაში აღმოჩნდე. ამიტომ ყველაფერი ხდება სისტემატურად, ნელა-ნელა, ძალიან პროგნოზირებადად და შესაბამისად გარდაუვლად, ძალიან ძვირად სიურპრიზების გარეშე ყველასთვის. ანუ ეხლა უკვე მნიშვნელოვანი ზონები იქნება და ასე შემდეგ, უბრალოდ გამოფიტვით. ასევე ხარკოვის ზონაში, როგორც ხედავთ, ვოუჩანსკი, კუპიანსკი, ცვლილებები ყოველთვის მეტნაკლებად ერთნაირია, მეტნაკლებად არაფერია, იკარგება. თუ მანევრი ამ ომში უკვე თითქმის გაქრა და რაც გაკეთდა უზარმაზარი ადამიანური და ტექნიკური დანაკარგებით. ეხლა კი, როგორც ლაივის დასაწყისში ვთქვით, უკვე ხდება ინტერდიქციები 160 კილომეტრამდე სიღრმეში უკან. მაგრამ რას აპირებთ ორგანიზებას შეტევების დონეზე? ცვლილებები ლიმანთან პრაქტიკულად არაფერია. არასდროს მინახავს უკრაინის ომი ესე გაჩერებული, როგორც წელს ვნახე. ეს არის ანიმაციური რუკა ლიმანის გარშემო ბოლო 5 თვის ცვლილებების. È impercettibile. 5 თვეა, თარიღი მარცხენა ზედაკუთხეში ჩანს. 5 თვეა, ეს არ არის მოსაზრება. ესეთი ჩაკეტილი ფრონტი, როგორც წელსა, არასდროს მინახავს. ეს რომ წარმოდგენა შეგიქმნათ. მოვიდეთ სივერსკის ზონაზე, ერთადერთ ზონაზე, რომელიც მოძრაობს. და მართლაც თვითონ რუსებიც კი ბუნლები რო დაგიდეთ, ამბობენ საუკეთესო შემთხვევაში წლის გვიან შემოდგომაზე სლოვიანსკთან ქვეითების სროლის მანძილზე ვიქნებით. აბა წარმატებები ზამთარში ბრძოლაში თუ კიდევ ერთი ისეთი ზამთარი მოვა, როგორც შარშან იყო. სლოვიანსკისა და სივერსკის აღებისთვის, მაგრამ ეს ქალაქები 4-5 ჯერ უფრო დიდია. მე არ მგონია, რომ ეს ზედმეტია მოკლედ. საუბარია წლებზე. კოსტიანტინივკა, გარშემორტყმულია. არა, რომ მივიღოთ, აი, პაოლო ჩაერიოშენ, რა ეწოდება ქალაქს, რომელიც თითქმის ალყაშია მოქცეული. უნდა კონდეს სულ მცირე მოჭრილი ლოგისტიკური გზების უმეტესობა, მინიმუმ 3 მხარეს. რეალურად რუსებს არ აქვთ კონტროლი მომარაგების გზაზე, ზურგში, არც ფლანგებზე. კარგი, მე შემიძლია ჩვენი თეორია გადმოგცეთ. წერია, რომ დასახლებულ პუნქტებში ბრძოლა უნდა იქნას თავიდან აცილებული, ჩირივით. იმიტომ რომ ეს ზუსტად ის ტერმინოლოგია არ არის, მაგრამ დასახლებულ პუნქტებს უნდა გაცდე და მტერი იქ არ უნდა ეძებ. იმიტომ რომ დასახლებულ პუნქტებში ბრძოლა, როგორც ამბობს, ანაწევრებს შენაერთებს, ართულებს კოორდინაციას და ლოგისტიკის მხრივ უკიდურესად მძიმეა. არსებობს საბრძოლო მასალის საშინელი ხარჯვა,
ასევე საწვავის ხარჯვა. ეს ისეთი რამეა, რაშიც არ უნდა ჩაება. თითქმის ალყაში მოქცეული, ან თუ ალყაში არ ხარ, ერთი პატარა მაგალითი, სტალინგრადი. სტალინგრადი ძალიან ალყაში იყო, გარდა იმ ხარისა, რომელიც დინარეს უყურებდა. სალა მდინარე არ იყო გაპინული, ნავით სარგებლობდნენ. როცა გაიყინა, მარხილიც გამოიყენეს და ეს ქალაქს საშუალებას აძლევდა, ცოტა მაინც მიეღო. როგორც ლენინგრადი. ლენინგრადი ალყაში იყო, აგრი ახერხებდა აგრიზე გადასვლას. სტალინგრადშიც იგივე მოხდა და ალყაში ყოფნა არაფერს ნიშნავს, რადგან იმ თითქმის რაღაცას მაინც ატარებ. მაგრამ უნდა გავთვალისწინოთ დრონები. დრონებით ჩაკეტვის პირობებში და მხოლოდ ერთი ლოგისტიკური გზით, ეხა ისინი პრაქტიკულად მხოლოდ ზუზუნზე კონცენტრირდებიან. ასევე იმიტომ რომ აქ ხედავარით ტბების მთელი სისტემა და ასე შემდეგ. საბოლოოდ ეს ანტინომიკა საკმაოდ ვიწროა, თუ ვინმე დააგვირდება მდინარესაც, რომელიც მას შუაზე ყოფს. სტალინგრადის თემას რო შევეხოთ, ხო? აქ ორი ნახევარია, თუმცა ეს მდინარე მხოლოდ რამდენიმე მეტრია სიგანეში, არ არის ისეთი, რომ გადაულახავი იყოს, ხო? ეს ვოლგა არ არის, რომ წარმოდგენა შეგექმნას. თუმცა ეხლა დრონის ფაქტორი უნდა დავითვალისწინოთ. რადგან დრონი თითქმის პარაშუტისტებივითაა. არის რაღაც ელემენტი, რომელიც მოულოდნელად ჩნდება, ხო? ზურგს უკან და შეიძლება პრობლემები შეგიქმნას. ანუ მიუხედავად ამისა, უკვე 2 წელია კოსტიანტინოვკის წინ არიან. ანუ აქ ხანდახან არიან გეოლოკაციის ტიპები, ან რომელიმე ქვეითი, რომელიც ცოტა უფრო შიგნით არის, ცოტა უფრო. მაგრამ ამ ტემპით მთელი წელი დასჭირდებათ ამისთვის. ამიტომ არ მგონია, რომ დიდი მანევრები ან დიდი ცვლილებები იყოს. ეს არის ის მანევრები, რასაც ცდილობენ გააკეთონ, მაგრამ ამითაც ქალაქს მთლიანად ვერ წყვეტენ. ისინი უფრო მეტად ფლანგების მოსაძებნად არიან. სხვათა შორის დააკვირდი როგორი რელიეფია. ამ ფლანგიდან კოსტიანტინოვკას აღება ადვილი არ არის, რადგან ფაქტობრივად ხეობაში შედიხარ, ხოლო კოსტიანტინოვკა უფრო მაღლა. მადლობა. ასე რომ აქაც არის ეს ელემენტები. მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც კოსტიანტინოვკასთვის იბრძვიან. კოსტიანტინოვკა მნიშვნელოვანია კრამატორსკთან და სლოვიანსკთან მისასვლელად, მაგრამ ეს არ არის ის სრული ბრძოლა. და გულწრფელად რო თქვა, რაც დრო გადის, ყველაფერი უფრო ნელდება. ახსოვთ პოკროვსკი, ხო? რამდენი დრო დასჭირდათ პოკროვსკის ავებას. ამბობდნენ, რომ ეს ყოველდღე უნდა მომხდარიყო. ანუ აიღეს, არ აიღეს 90%, 80%. სინამდვილეში მე ვფიქრობ, უფრო სამხედრო თვალსაზრისით კი არა, იმიტომ რომ მოქმედების ტიპი ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთნაირია. უნდა შევხედოთ იმ ხარეს, რომ არც ერთ მათგანს აღარ სურს რეალურად გარისკოს ადამიანების სიცოცხლე. ანუ ცდილობენ და აქ უკრაინელებს აქვთ უპირატესობა, უკრაინელებმა უნდა შეინარჩუნონ ფრონტი, რუსებს კი აქვთ მიზნები, რომლებიც უნდა მიაღწიონ თუ სულთ ეს დაასრულონ, მინიმუმ კრამატორსკი და სლოვიანსკი, სულ მცირე შიდა ნარატივისთვის. მაგრამ არავის ნამდვილად არ უნდა იმხელა ხარჯის გაწევა, რაც 2024-25 წლებში დაიხარჯა, რომ მინიმალური შედეგები მიიღო. ამიტომ ვფიქრობ, რაც უფრო მეც ანდობენ დრონებს, მით ნაკლები შესაძლებლობა იქნება პოზიციების მოპოვებისა და შენარჩუნების. და ეს არის პარადოქსი. ზრდება მოწინააღმდეგის შეწუხების შესაძლებლობა, მაგრამ ქრება დაჯგუფების უნარი, სიურპრიზის უნარი, პოზიციების შენარჩუნების უნარი, ეს არის ის, რასაც თანამედროვე არმია აკეთებს. რაც წინაპირობა, მოულოდნელობა, მასა, ძალების ეკონომია. ეს არის ომის ხელოვნების პრინციპები, რომლებსაც ადრე უპირისპირდებოდნენ დაზვერვით, ზვერაობით, სახაერო ფოტოებით, მაგრამ როცა რეალურ დროში ხედავ ყველაფერს, მათ შორის ჯარისკაცას, რომელიც ტუალეტში მიდის, ვეღარ იფიქრებ, რომ ერთადერთი არჩევანი, რაც შეგიძლია გააკეთო, არის ისეთი ძალის შექმნა, რომ სულაც არ გადარდებდეს, ხედავენ თუ არა. ვილაპარაკოთ ჰიპერბოლურად. თუ რუსებს ეკნებოდათ შესაძლებლობა, ჩვენ გვაქვს 25,000 ტანკი, ნახე ისინი. კიდე მიხარია, მზად წავედით სტარტი. მაგრამ არავის აქვს ეს შესაძლებლობა, ეს ძალა აქვს. ყოველ შემთხვევაში ესეთი ტიპის კონფლიქტში ეს რა მაინც ძალაში რჩება, როცა მტერს რჩევ, რომელსაც არ აქვს. სუპერ სახელმწიფოს მხარდაჭერა უკან,
ანუ არ აქვს სატელიტური ქსელი, არ აქვს ეს შესაძლებლობები, მაშინ შეგიძლია ისევ ძველებურად იმოქმედო. ამიტომ თქვათ, რომ ომები, როგორც წარმოგვედგინა, ანუ მანევრით, მოულოდნელობით, ელვისებური ოპერაციებით ისევ ძალაშია. თუ შეგხვდა ვიღაცა, ვინც უკიდურესად მარტო და იზოლირებულია. უკვე ვიმეორებ დაუბრუნდეთ ირანელებს, თუ უკვე არიან რუსები და ჩინელები, რომლებიც 4 ფოტოს გიგზავნიან და გეუბნებიან, ნახე გაჩვენებ რას აკეთებენ ამერიკელები, ესე უბრალოდ. უკვე ბევრად უფრო რთული ხდება. ისრაელი ახერხებს ამას ეხლა ლიბანთან, სადაც არავინ არაფერს აწუდის, არც კი არის არმია, რომელიც ასე თუ ისე დაიცავს მას, მაგრამ რა ხდება? როცა შენი მტერი ზოგადად სუსტია, მაგრამ მაინც ძალიან გამძლე. და განსაკუთრებით ის მარტო არ არის, რა ტიპის ომსაც წარმოებს. შეგიძლია გქონდეს ორი, ერთისთვის რბილზე, ერთი არმიისთვის და ერთი ძალიან მძიმე ომისთვის. შეგიძლია ამის უფლება მისცეს საკუთარ თავს. ეს ყველაფერი კითხვებია, რომლებსაც ძალიან უხეშად გისვა, მაგრამ ეს ის კითხვებია, რომლებიც უნდა დასვას ადამიანმა, როცა უნდა განსაზღვროს. სამრეწველო პოლიტიკა თავდაცვისთვის, თავდაცვის მოდელი, დაკომპლექტების წესი, ეს ყველაფერი ის საკითხებია, რომლებიც ახლა მთელ ევროპაში განიხილება. რა უნდა გავაკეთოთ, ვისზე უნდა ვიყოთ გაბრაზებული? ანუ საბოლოოდ უკრაინელებისთვის ეს კონფლიქტი კარგია, თუნდაც მხოლოდ გაძლება. ნახე, მაურო მორტეეტა რა. მაურო 3336 ამბობს. მომდევნო ომი ან დაიწყება სატელიტებზე თავდასხმით. თუ ამის შესაძლებლობა გაქვს, რატომაც არა? ეს შეიძლება იყოს სწორი დასაწყისი, დაბრმავება, ისევ მიიღებ მოულოდნელობის ეფექტს, მაგრამ კითხვა ასეთია, ვის აქვს სატელიტზე დარტყმის შესაძლებლობა? მაგალითად, მაგრამ კითხვა ჭკვიანურია, სწორია. თუ მინდა რომ ისევ მქონდეს გარკვეული მოქმედების თავისუფლება, უნდა გავთავისუფლდე იმ ფაქტისგან, რომ თუნდაც ხის ქვეშ წავიდე შარდვისთვის, ის მაინც მხედავს. ეს ისევ ის პრობლემაა, რომელსაც მე ვამხელდი. ძალიან კარგია, რომ არსებობს ისეთი დოქტრინა, როგორიცაა მრავალდომენიანი ომი, რომელიც თლიანად ეფუძნება სხვადასხვა საბრძოლო სისტემებს შორის ინფორმაციის გადაცემის უნარს. პრობლემა ისაა, რომ თუ საბოლოოდ ეს სისტემა პირამიდას გავს და ყველაფერი სატელიტზე გადის, თუ სატელიტს გაგითიშავენ, ვეღარაფერს გააკეთებ. վել დააკოორდინირებ, ვეღარ ტანკს, დრონთან, აიმარსთან და ასე შემდეგ. თხილად უნდა იყო, როცა ყველაფერს ცენტრალიზებულად აკეთებ, იმიტომ რომ კომუნიკაციის ცენტრალური წერტილი ყველა კავშირის საერთო კვანძი საშინელ არეულობას ქმნის. ამასობაში ეს არის ვიდეო კოსტიანტინივკადან, ესენი არიან 2026 წლის კოსტიანტინივკადან. თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ აქ შემთხვევითობა არაფერ შუაშია, ყველაფერი ნელა მიდის. მე ვფიქრობ, რომ ისინი ზუსტად ისე გააგრძელებენ, როგორც ახლა აკეთებენ, ცდილობენ მივიდნენ სლოვიანსკსა და კრამატორსკში და იქ დაასრულონ თუნდაც ზარალის ფასად, ისე რომ სხვა ხალხი აღარ მოიწვიონ უზარმაზარი მასებით. შესაძლოა უბრალოდ უარი თქვა სხვა ფრონტებზე მოქმედებაზე, ან შეამცირონ იქ აქტივობა. არც მეტი არც ნაკლები რომ დაასრულონ, სულ მცირე იმ მიზნებით, რაც დაისახეს. რადგან ფიქრობ, რომ შიდა თვალსაზრისით მათთვის მნიშვნელოვანია თქვან, რომ თლიანად აიღეს დონბასი, ანუ მთელი ლუგანსკი და მთელი დონეცკი. ეს მაინც მინიმალური კოზირია, რომ შიგნით რაღაც მაინც გქონდეთ გასავიდი, რა? რადგან ადრე ეს იყო ფილორუსი, რუსულენოვანი, რუსოფილი მოსახლეობის გათავისუფლების ამბავი, როგორც გინდათ ესე უწოდეთ და ეს მათ ჯერ არ აქვთ მიღწეული. მათ მხოლოდ ეს აკლიათ ფაქტობრივად, რომ კონდეთ საბაბი წასასვლელად, რომ მაგრამ ეს არაა ტრამპი, რომელიც აცხადებს გამარჯვებას და მიდის, ის აცხადებს 27 გამარჯვებას და მიდის. პუტინს ესეთი სტილი არ აქვს, ამაში უნდა ვაღიაროთ, რომ ის სხვა დროის ადამიანია, იმიტომ რომ ვამბობ ვეთანხმები სტრატეგიული მიზნების არჩევაში, მაგრამ მას ეს მიზნები ნამდვილად აქვს. და მან გაიმეორა, მე ავაწყო ეს თელი აურზაური იმისთვის, რომ მიმეღწია იმ სტრატეგიული მიზნებისთვის, რომლებიც ჩემ წინაშე დავისახე. და სანამ ისინი არ იქნება მიღწეული, გამარჯვებას არ გამოაცხადებ. მან კარგად იცის, რომ ტრამპის სტილში გამარჯვების გამოცხადება, ანუ გამარჯვების, რომელიც სინამდვილეში არ არის გამარჯვება, მისთვის დაუშვებელია. რადგან თუ რამე მართლაც სასიკვდილოა რუსი ლიდერისთვის,
ეს ომის საგებაა. შეამჩნიეთ რუსეთში ვინც ომს აგებს, საშინელი ბედიელის, ვინც არ უნდა იყოს. ეს ასეა. ასე იყო საბჭოთა კავშირშიც. იქნებოდა ეს რევოლუცია თუ ავღანეთში შეჭრა. თუ ავღანეთში გაიმარჯვებდნენ დამიჯერე, ალბათ კიდე ცოტა ხანს გაძლევდა. შეიძლება, მაგრამ თუ წააგებ, ამას არ გაპატიებენ. ეს რუსული სისტემაა, ეს უნდა გაიგო. რამდენიც გინდა, მაგრამ თავარია მოვიგოთ. იმიტომ რომ თუ ამდენ სხერფულს გავიღებთ და მაინც წავაგებთ. შენ ახსენე ავღანეთის ომი. საინტერესოა, იმიტომ რომ თუ რუსული დანაკარგების ციფრებს შევხედავთ, თუნდაც 300,000-ს დაუშვათ. ამიტომ ჩვენ ბევრად დაბლა ვართ იმაზე, რაც სხვაგან ცხადდება. ეს მაინც იქნებოდა დაახლოებით 20 ჯერ მეტი ვიდრე ავღანეთში. თუ არ ვცდები, იყო 15-დან 19,000-მდე რაღაც ამდაგვარი. ო, წარმოდგენა შეგექმნას. ავღანეთი ისიც გაგრძელდა. ის დიდხანს გაგრძელდა და ჩვენ ყავდა პარტიზანული ძალა საბოლოო ჯამში. ეს არის ორგანიზებული სამხედრო ძალა, როგორც უკრაინულია, რომელიც მოკლედ რო ვთქვათ, არმიაა და მეტი არაფერი. ეს უბრალოდ შემხევითი ხალხის არმია არა. მათ აქვთ არმიის ყველა ფუნქცია. მერე ასე თუ ის. იქ როგორც ნახეთ, დავამატოთ ასევე ავღანეთი საბჭოთა კავშირთან ერთად. დღევანდელ ომში იარაღის დემოკრატიზაცია. ანუ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იარაღის ქონის შესაძლებლობა ძალიან დაბალ დონეზეც კი ძლიერ ცვლის მას. დრონის გაკეთება შეუძლია ავღანელსაც, ასევე ჰეზბოლასაც. ამიტომ ეს არის სწორედ გადამწყვეტი იარაღები, რომლებიც ადრე მხოლოდ იმათ ჰქონდათ, ვისაც შეეძლო მათი ფლობა. ისტორიაში. ომში ეს იყო. ომის ისტორიაში კი ინგლისელები აფრიკის შუაგულში იყვნენ და მათ ჰქონდათ ხვიამფქვევი, ხოლო მათ ჰყავდათ ზულუები შუბებით. და ეს იყო. ეხა ვიღაცა კითხულობს, მაგრამ რატო ვერ ხვდებიან, რომ ომით ვერ მიიღებ იმას, რაც გინდოდა? მაგრამ ეს იგივე მიზეზია, რის გამოც გერმანია 1917-1918 წლებში ძალიან კარგად იცოდა, რომ ვერ გაიმარჯვებდა. მაგრამ მაინც თავის თავს ატყუებდნენ, რომ შეძლებდნენ გარღვევის ეპოქალური ცვლილების შექმნას. მაგრამ 1918 წელს უკვე საქმეოდ აშკარა იყო, რომ არსად მიდიოდნენ, ეკონომიკურად უკვე პრობლემები ჰქონდათ, გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის დროს საკვების დეფიციტი იყო, რო გადმოქცე. და მაინც აგრძელებდნენ, იმიტომ რომ გარდაუვალია. თუ მინიმალურ მიზანსაც ვერ მიაღწევ, საერთოდ არ იცი როგორ გადარჩი. შიდა დონეზე, ქვეყანაში როგორ ამართლებ მსხვერპლს, სიკვდილს, გაჭირვებას, ხარჯების ზრდას. ნაბიულინა, არა მე, ნაბიულინა, რომელიც რუსეთის ფედერალური ბანკის ხელმძღვანელია, ესე თქვა. ჩვენ გვაქვს მუშახელის დეფიციტი, მას შემდეგ რაც მაქსიმალური დასაქმება მიიღეს. ომის ძალისხმევის გასაძლიერებლად. და რადგანაც მუშახელს ქარხნებიდანაც იღებდნენ, ცდილობდნენ ქარხნებშიც მოეძებნათ ხალხი. კონფლიქტი ეხლა ეს წარმოების შეზღუდვის წერტილს მიაღწია. გარდაუვალია, რომ შემდეგ ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობა იწყებს შემცირებას. ასევე, იმიტომ რომ 2023 წელს უკრაინული შეტევის მარცხმა ბევრი რუსი დაარწმუნა, მიეღოთ კომერციული შეთავაზება, რადგან ფიქრობდნენ, ეხლა ყველაფერი გაიხსნება. გავიდა 2024 წელი, გავიდა 2025 წელი, ეხლა 2026 წელი. თქვათ, რომ კომერციული შეთავაზება, მიუხედავად იმისა, რომ მას მუდმივად ზრდიან, მაინც არ არის ისეთი მიმზიდველი. თუ გავითვალისწინებთ, რომ შეიძლება 2 წელი ომში მოგიწიოს ყოფნა და შენი გადარჩენის შანსები ძალიან დაბალი დახდეს. საგულისხმოდ დაახლოებით 60% მათგან, ვინც კონტრაქტს აფორმებს, ვერ ახერხებს 6 თვემდე გაძლებას, 6 თვე ან 1 წელი საშუალო სიცოცხლის ხანძრიობაა, რომ წარმოდგენა შეგექმნათ. ეს არის თავდაცვითი ხაზები, რადგან ომი შენელდა განსაკუთრებით ამ წელს უკრაინელებმა ისარგებლეს ამით და შექმნეს დამატებითი თავდასხმითი ხაზები. რო წარმოდგენა შეგექმნათ, აქ ვართ კოსტიანტინიუკასთან, ასე რომ უკეთ გაიგოთ. რუსებმა გააკეთეს ცნობილი 20 კილომეტრიანი გარღვევა, რომელიც უნდა გადაელახა უკრაინის თავდაცვითი ხაზი. ბოლო ნიშანი მოძრაობისა, რაც იქნა ნანახი, ხო? უკრაინელებმა განაგრძეს დამატებითი ხაზების განვითარება, მათ შორის კრამატორსკისა და სლოვიანსკის მიღმაც.
რაც უფრო ნელდება, მით უფრო მეტი უკრაინული ხაზი იქნება. ამიტომ რუსები ძალიან ახლოს მივიდნენ უკრაინული თავდაცვის ხაზებთან, მაშინ როცა ისინი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო. დღეს კი მათ კიდევ ბევრი სხვა ხაზი შექმნეს, როგორც ხედავთ, ეს ხაზები აქამდე არ არსებობდა. რომ წარმოდგენა შეგექმნათ, აქ პოკროვსკის ზემოთ ვართ. მართლაც ძალიან ბევრს ქნიან, კულიაი, ბოლო ორი ზონა კულიაი პოლე, რომელიც ერთ-ერთი იმ ზონათაგანია, სადაც უკრაინული კონტრშეტევები განხორციელდა, რომლებმაც სიტუაცია შეცვალეს. ანუ ეს მთელი ტერიტორია აქვს, რომელიც უკრაინელებმა აიღეს, შემდეგ რუსებმა დაიბრუნეს, სადავო ზონაა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ბოლო 4-5 თვეში მოხდა, რამაც რუსების მიერ მიღწეული წარმატებების დიდი ნაწილი შეცვალა, რომლებიც ბოლოს ტევნუატემდე იყვნენ მისულები, რომ წარმოდგენა შეგექმნათ. ნახეთ, რა სწრაფად მიიწევდნენ ისინი წინ. ამ ომისთვის ეს საკმაოდ სწრაფია. და ბჭყალებში რო თქვათ, ეს გუდერიანი მე-7 დივიზიით არ არის, ეს გუდერიანი რომერი მე-7 დივიზიითაა. ისინი თითქმის მიაღწიეს ზაპორიჟიას რაიონის უკრაინული თავდაცვითი ხაზების გადალახვას. პრაქტიკულად უკვე აპირებდნენ მათ გადალახვას და მერე უეცრად გარდა იმისა, რომ მოვიდა ეს საშინელი ზამთარი, ისინი ჩაეფლნენ ტალახში. და იმ დროს თუ გახსოვთ, 2-3 თვე, 1 თვის წინ, ყველა ამსახავდა ტერიტორიას, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული. და ამას გარანტირებულად მიიჩნევდნენ ერთ მხარეს, რაც დღემდე ასე არ არის. რუსებს ჯერ კიდევ სრულად არ შეუბრუნებიათ ის ტერიტორიული დანაკარგი, რომელიც ამ თვეებში რეიდების შედეგად მოხდა. ეხლა ამ დღეებში ისინი ისე დაბრუნდნენ და რეიდებს ატარებენ ტევნუატეს მხარეს, რომელიც კულია და პოლესგან ცოტა უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს. რო წარმოგიდგინოთ რაც ხდებოდა, ეს იყო ესეთი მოძრაობა, რომელიც ორი ხივთან უკრაინულ პოზიციებს გადაასწრებდა. იგივე სიტუაცია იყო კამიანსკთან, ლურჯად აღნიშნული, იქამდე იყვნენ მისულები, რუსები რეიდები ჰქონდათ გრიგორიუკამდე და ლურჯად აღნიშნულია ის, რაც უკრაინელებმა დაიბრუნეს. ბოლო თვეებში თუ ვინმე დააკვირდება, საერთო ჯამში იმდენად რომ რუსებმა ბოლო კვირებში ახალი ძალები გადმოიყვანეს კამიანსკის რაიონში, რომელიც ეხლა შეტევის ქვეშაა. საპირისპიროდ ეხლა უკვე უკრაინელები აწვევიან კამიანსკზე, მაშინ როცა ადრე რუსები გამოდიოდნენ კამიანსკიდან და სტეპნოკიდან, რომლებიც ჩრდილოეთამდე მიდიოდნენ. ფაქტობრივად ზეწოლის ფაქტორი თითქმის შეიცვალა. ეხლა ვინ ახდენს ზეწოლას, ვინ? ცხადია, უკრაინელებს სურთ რუსების დაბრუნება, ალბათ, კამიანსკის სამხრეთ ნაპირზე და მდინარეზე, ხაზის აღდგენა. ეს იმის საჩვენებლად, რომ თუ წელს მთლიან ბალანსს შევხედავთ და გარგულ და მოპოვებულ კილომეტრებს შორის, თუ დააკვირდებით, ოდნავ დადებითში არის რუსები, მაგრამ თუ შარშან შობამდე საუბარი იყო 20-40 კვადრატული კილომეტრის ცვლილებებზე კვირაში თითო სექტორზე რუსებისთვის, ახლა საუბარია 2 კმე, 1.8 კმე, 1.6 კმეზე კვირაში. ის შენელდა ისე დონეზე, როგორიც თითქმის 3 წელიწად-ნახევარია არ გვინახავს. რო წარმოდგენა შეგექმნათ, ამიტომ ეს ცვლილებები მართლაც მინიმალურია, დრონები თავარი მიზეზი არ არის. ანუ შემდეგ კატასტროფის შემთხვევაშიც კი შეგიძლია ეს ცვლილებები გააკეთო. ეს არ იყო ის, რასაც დასავლეთის ფრონტზე ხედავდით 17-ში ესეთი რაღაცები. ვიმეორებ, ერთი კითხვა არის, შემდეგი ომი ძლიერ სახელმწიფოებს შორის, ან ძლიერ ქვეყნებს შორის ასეთი იქნება, თუ ეს გამონაკლისია. ამიტომ ეხა ყველა გარბის დრონების საპირლად, დრონების დასამზადებლად და ომი შუდულებით მიმდინარეობს. მე სუპილარჩინე. ჩეკება. რას გვასწავლის რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი? რას გვასწავლის ამერიკის მიმდინარე საჰაერო კამპანია ირანში? თემა არის დიდი სახელმწიფო, საშუალო სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც 60-დან 70 წლამდე წინ საერთოდ არ იქნებოდა თამაში. თუ რუსეთი ვინმეს ეკიდებოდა, 60 წლის წინ უბრალოდ შთანთქავდა. დაახლოებით ეს. როცა ფინეთთან სწადა, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთმა ფინეთის ნახევარი შთანთქა მაინც. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რუსეთი იგივე ამბავი. ეხლა კი როცა იწყებს საუბარს,
ანუ დიდი სახელმწიფო, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით უზარმაზარ თანხებს ხარჯავს იმისთვის, რომ კვლავ დაამტკიცოს, რომ დიდი სახელმწიფოა. როცა შემდეგ მოუწევს ამ დიდი სამხედრო ძალის გამოყენება საშუალო დონის მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, წარუმატებლობას გამიცდის. маш, კითხვა ასეთია. რამდენად დიდი უნდა იყოს ეს ძალა, რომ აუცილებლად გაიმარჯვოს? რამდენი ნაწილი იმ ძალის MSP-დან უნდა იქნას გამოყენებული? ჩემი აზრით, იმ პოტენციალიდან, რაც შენ ხელთ გაქვს, რაც შეიძლება მალე პირველივე დღეებში უნდა გამოიყენო. რომ გამოხატო, მაგრამ ეს კითხვები ჩემი აზრით ცოტა უფრო გონიერია, ვიდრე აი ბოდიში, პაულო, შენი პოტენციალიდან რამდენ სახერხებ გამოიყენო პირველ 72 საათში? გამოხატო. ეს კი სოფლიოს რომელ ნაწილში ხარ სახლთან ახლოს? კანადელებსა და ამერიკელებს შორის კამათი, ამერიკელების სახლში, საზღვარზე. გარდა იმისა, რომ ეს არის 9000 კმიანი საზღვარი, ეს სოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვარი. იქ ქვემოთ ამერიკელები ყავს, 400 მილიონი ამერიკელი ქვემოთ და 30 მილიონი კანადელი ზემოთ. ესეც სიტუაცია. მაგრამ თუ უნდა დაიწყო ჩინეთთან დაპირისპირებაში ძალის პროექცირება, რომელსაც ორი ოკეანის გადაკვეთა უწევს, პოტენციალი გაქვს. მაგრამ რა სახერხებ გადაიტანო იმ მხარეს? სწორედ ეს არის, პაულო, რაც ქმნის განსხვავებას. რადგან ჩინელებს დიდი შესაძლებლობა აქვს ძალის პროექცირების. ჩინელები ხო ასე ამბობენ. ამბობენ, კარგი, ჩვენ ვქნით ბიტფლოტს. კითხვა ჩინეთის ფლოტისთვის. შეგიძლია დაგისვა კითხვა? დიახ. მაგრამ შენ ჩინელო, რამდენი ბაზა გაქვს წყნარ ოკეანეში? და აღმოჩნდება, რომ ჩინელებს ჩინეთის გარეთ ერთადერთი საზღვაო ბაზა აქვთ ჯიბუტიში, ნახევრად პორტი. დანარჩენ შემთხვევაში, რაც არ უნდა დაგემართოს წყნარ ოკეანეში, უკან ჩინეთში უნდა დაბრუნდეთ. ეს ყველაფერი ისეთი საკითხებია, რომლებზეც მუშაობა ღირს. ჩემი აზრით ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ვინ მოიგებს და ვინ წააგებს. დიახ, ამაზე ვიმუშავებთ. ეს არის 2026 წელი ზაპორიჟიის ფრონტზე, შეგიძლიათ კარგად ნახოთ, როგორ შეიცვალა ყველაფერი. მე ფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ თუ არ შეგეძლო შენი მოწინააღმდეგის გვერდზე გადადება. ომის პირველ თვეში რუსები ძალიან ახლოს მივიდნენ, შემდეგ კი კიევში მისვრის იდეაზე გადაერთნენ. იმდენად, რომ სხვა ფრონტებიდანაც კი გადაისროლეს არმიები. ალბათ შესაძლებლობა, შემდეგ ალბათ შესაძლებლობა, თქვათ, პროფესიონალების იცვლება მობილიზებულებით. კარგავ შენს შესაძლებლობათა დიდ ნაწილს კოორდინირებული ოპერაციების ჩასატარებლად. და დრონები პრაქტიკულად იმდენად აუცილებელი გახდა ყველაფერში, როგორც დაზვერვაში, ასევე დარტყმაში და ინტერდიქციაში, შეგიძლია კონდეს ყველაზე მაგარი ტანკები, პლანეტის საუკეთესო ტანკები, მაგალითად არ ვიცი, ამერიკის საუკეთესო ტანკები. თუ უკრაინაში ამერიკულ ტანკების დივიზიას დააყენებ და მეორე მხარეს უკრაინელი ჯარისკაცები დგანან დრონებით მზად, დიდ შესაძლებლობებს მიიღებ. მგონია, რომ იგივე ბედი ელოდებათ თუ დანარჩენი ძალები არ იქნება და რუსებს საერთოდ არ აქვთ. ტაქტიკური ავიაცია, არც საჰაერო უპირატესობა. მოქმედებენ, ბევრი კითხულობდა, მაგრამ რატო არ შედიან, რეალურად ისინი მოქმედებენ ზონაში, რომელიც დაფარულია მათი ანტისაეროებით, მაგრამ განსაკუთრებით ძალიან უსაფრთხოდ. უმეტესობა დაბომბებისა, რაც ხდება რუსულ მხარეს, არის პლანირებადი ბომბები, რომლებსაც უშვებენ 60-დან 80-დან 100 კილომეტრიდან. ისინი ასევე უკრაინული ანტისაჰაეროების სროლის რადიუსს გარეთ არიან, როცა საუბარია ფიქსირებულ პოზიციებზე. ანუ თუ უკრაინული კოლონა წინ მიიწევს, შენ ვერ გამოიყენებ ასეთ ავიაციას იმისთვის, რომ იმ კოლონას შეუტიო. რადგან სანამ ფრთიანი ბომბა ამ 60-70 კილომეტრს დაფარავს, კოლონა უკვე 1 კილომეტრს დაივლის და ვეღარაფერს მოხვდები, ამიტომ თითქმის აღარ აქვს ტაქტიკური გამოყენებაც. ეს ოდნავ დასაწყისში ვნახეთ ვერტამფრენებით, მაგრამ მერე ბევრი დანაკარგი განიცადეს. შემდეგ ხედავდით ვერტამფრენებს, რომლებიც რაკეტებს ისროდნენ რეჟიმში. Ballistica, no? Da chilometri. არა ზუსტად, სანამ პრაქტიკულად ვერტმფრენების გამოყენება თითქმის არ დაქრა. თუ არ ჩავხლი ძალიან იშვიათ შემთხვევებს. ესე რომ ეს საშუალება არ გამოვიდა. მაშინ როცა პირველ მსოფლიო ომში ნაღმებით მოფენილი ველები, თხრილები და артиლერია აჩერებდა ქვეით აიერიშებს, ტანკები გამოჩნდნენ სიტუაციის განსაბლოკად. აი ტანკები კარგი მაგალითია. ტანკები დღესდღეობით დრონის სტოლია, ტანკები გამოჩნდნენ 1912 წელს,
რო ეკითხათ ქვეითი ჯარის ოფიცერს, დამიხატე ტანკი რა სიზამდაო, იტყოდა აბა რა უნდა გავაკეთო. 1918 წელს ყველას უკვე ქონდა გამოცდილება რაღაცის, რაც ძრავით მოძრაობდა, არ ღვევდა მავთუხლართებს და როგორც ჩანდა მუშაობდა, ამის შემდეგ კიდე 10-15 წელი იფიქრეს და მეორე მსოფლიო ომის ტანკები გამოჩნდა. დღეს დრონი 1990-იანებში, 2000-იანებში და 2010-იანებში პირველებმა დრონები ისრაელელებმა გამოიყენეს. წარმოიდგინეთ, როგორც სადაზვერვო საშუალება ერთ-ერთ მათ ომში ლიბანის ჩრდილოეთში და სირიის მიმართულებით, მაგრამ იდეა იმისა, რომ კონდეს საშუალება, რომელიც ასე იაფიღებს, ასეთი ზუსტია და საბოლოო ჯამში პერსონალის მოსამზადებლად ცოტა დრო სჭირდება. და პერსონალს იცავს, იმიტომ რომ ძნელია დრონის ოპერატორზე ისროლო, ეს მაინც ესე ხშირი არ არის. მე ვფიქრობ, აულო, ჩვენ დრონიმისი ამჟამინდელი სახით ვნახეთ, ანუ ეს ცოტა გავს ტანკს, რომელიც 1917-1918 წლებში გამოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ ის დრონები, რომლებიც მომავალ ომში ვიხილავთ, სულიად სხვა თაობის იქნება, ექნება თავისი როლი, ეს იქნება დრონი მაქსიმალურ დონეზე, შემდეგ კი გარდაულად გაჩნდება კონტრზომაც. არა, არ უნდა შევიდეთ იმ საბოლოო 30-40-იან წლებში განვითარებულ მდგომარეობაში. არა, იერარქი, რომელზეც ყველა ამყარებს იმედს. დიახ, გამოიგონეს ტანკი, ძალიან განვითარდა ტანკი, არის სახელმწიფო ბრძოლა, ტანკის ტრიუმფი, ღმერთო როგორ უნდა მოვიქცეთ, ღმერთო როგორ უნდა მოვიქცეთ. აკეთებენ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებს, შემდეგ აკეთებენ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და უკვე ცოტა უფრო რთული ხდება ტანკი თავისუფლად გადაადგილება. იგივე მოხდება დრონთანაც, ხა იქნება დრონი, მერე იქნება ანტიდრონი, ანტიდრონის დრონი და ბოლოს დრონიც დაინთქრება რეგიონში. ნორმალურია, თუმცა სიღრმისეულად ცვლის ბრძოლის ველს და ბრძოლის მეთოდებს. სევდიანია მათთვის, ვინც დრონამდე ისწავლა ომის წარმოება, რადგან მათ სრულიად განსხვავებული წესით ბრძოლა მოუწევთ დრონების გამო. წარმოიდგინეთ, რა დონის გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ეხლა ადამიანს. ერთადერთი რაც გაიგეს, რუსებმაც გაიგეს, არის პატარა ქვეითი დანაყოფების შექმნა, მაგრამ მარცვლაც პატარა 5, 6, 8, 10 ადამიანი. საკომანდო გადაწყვეტილების მიღების ავტონომიის დონე, რომელიც 5-8 ადამიანს ენიჭება, ადრე არ იყო გათვალისწინებული, ეს უბრალოდ ჯგუფია. კლასიკურ თეორიაში მას მართავდა კაპრალი და რას აკეთებ ლეიტენანტით, კაპიტნით, მაიორით. ლეიტენანტ პოლკოვნიკით, როცა საბრძოლო მოქმედებას მართავს კაპრალი. კაპრალი იქნებ კაპიტანი უნდა დასვა 10 კაცის სათავეში. კაპიტანი ჩინით, მაგრამ გამოცდილება, ანუ ბრძოლის ველის ხედვა, ქვეოფიცრები ახლა. ქვეოფიცრები და რა ტიპის? ავტონომია, რა მომზადებით, ძალიან ბევრი კითხვაა, რომელსაც სვამენ და ზუსტად ვიცი, რომ ამ საკითხებზე უკვე სწავლობენ, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცი, რომ მიუხედავად იმისა, რომ სწავლობ, ყოველთვის ორი ვარიანტია, ერთი თეთრი და ერთი შავი. და თუ არასწორ ვარიანტს აირჩევ, კარგავ გულებს, ფულს, დროს. და მხოლოდ ორი ვარიანტია, ორივე სწორია, როგორც თეთრი, ისე შავი. არსებობს კიცებულება, რომ რაღაცები მუშაობს, არსებობს კიცებულება, რომ ძველი რაღაცები აღარ მუშაობს, სულ ესა. ახალი რაღაცები კი უცნობია. მაშ ბატონებო, ვითხოვდი რომ ყველაფერი ვთქვით. ესე რომ დიდ მადლობას უხდი გენერალ პაულო კაპიტინის გაგაგზავნით 15-ში, სადაც დიეგო ბატისთან ერთად მივხედავთ ამ საკითხს. მექსიკა. ასე რომ განვიხილავთ საკითხს. ურთიერთობები ამერიკასთან. ასე რომ ყოველთვის ინფორმაციის გავრცელების კუთხით, რაც შეეხება ლათინური ამერიკის და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს. ამერიკა და ასე შემდეგ მექსიკის მიმოხილვა, სალაპარაკო ბევრი რამა, მათ შორის სერიოზულიც. მაშასე, ყველას მადლობა და ღამემშვიდობისა. მშვიდობიანი ღამე.